მშვიდობის მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, როგორ ახარ მე? კარგად, კარგ განწყობაზე, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელიც ასევეა და ძალიან მიუხედავად ამინდისა, ხო? მიუხედავად ამინდისა, მე არაერთხელ მithქვამს, ბათუმში თუ ჩვენ ამინდზე ვიქნებით დამოკიდებული, მაშინ განწყობაც შესაბამისი უნდა გქონდეს და არა და არ მოვდუნდეთ, პოზიტივს მოუხმოთ, კარგ განწყობას მოუხმოთ, რათა ამინდმა არ შეგვიცვალოს ჩვენი დღის დაგეგმარება, ესე ვთქვათ, რომელსაც აუცილებლად ჭირდება დადებითი ემოციები. სოფო, მოდი ახლა ვნახოთ ანონსი თუ საათნახევრის განმავლობაში რა ელის ჩვენს მაყურებელს. ნახოთ. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა 2025 წლის პროგრამები. გადაცემაში სტუმრად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი კარლო კეკელიძე. ბათუმში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა. მე-16 საჯარო სკოლიდან პირდაპირ ჩართვით ქეთა ჩუთლაშვილი შემოგვიერთდება. რუბრიკა აჯაფსანდალი. ვნახოთ ნონო მგზავრიძის პირდაპირ ჩართვა. სიყვარული და ფსიქოლოგია. თემაზე ვსვლად ისაუბრებს ფსიქოლოგი ქეთი ბერიძე. დღეს წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეა. გადაცემაში სტუმრად წიგნის კლუბის მოსწავლეები თეკლა თარიმანაშვილი და ნუცა ფრანგულიშვილი. მოკლედ დავბრუნდით, ვაგრძელებთ გადაცემას და პირველი ერთ-ერთი უმთავრესი თემა არის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა 2025 წლის პროგრამა. სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი, რომელიც აი ამ პროგრამის შესახებ ამომწურავად გაგვესაუბრება და გაგვიზიარებს სიახლეს. მობრძანდით ბატონო კარლო, მოგესალმებით. მობრძანდით. დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. მადლობა თქვენ. ძალიან საინტერესო პროგრამის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რომელიც 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. რა სიახლეები გვაქვს ამ წელს და როგორი იყო უკავშირი და სტატისტიკა, ძირფესვიანად ვისაუბროთ ამ თემაზე. კი ბატონო, პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ აღნიშნულ პროგრამას უკვე მესამე წელია ვახორციელებთ, თუმცა გვაქვს სიახლეები. ვითარდება აღნიშნული ღონისძიება, მრავალპროფილურია, მრავალწამხნაგოვანი, ესე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს და წელსაც ახალი სიახლეებით შევხვდებით და შევხვდით უკვე, ესე ვთქვათ, მიმდინარე საბიუჯეტო წელს. აი პროფილებზეც რო ვისაუბროთ, ალბათ მაყურებელს ძალიან დააინტერესებს, რა პროფილები იგულისხმეთ ახლა? უკვე როგორც აღნიშნეთ, განაცხადების მიღება დაიწყო 10 თებერვლიდან უკვე მიმდინარეობს განაცხადების მიღება. მეხუთე დღეა რაც ეს პროცესი აქტიურად, ესე ვთქვათ, ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში. დაახლოებით 500-ზე მეტი განაცხადია უკვე მიღებული, საკმაოდ აქტიურია მომართვა და მადლობა ჩვენს, ესე ვთქვათ, მოსახლეობას ესეთი ფორმით, ესეთი აქტიურობით აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართვისთვის. ეს პროგრამა და ზოგადად სოფლის მეურნეობის სამინისტრო სოფლის განვითარებაზე არის ორიენტირებული, არა მარტო სოფლის მეურნეობის, არამედ ზოგადად სოფლის ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული და აღნიშნული კომპონენტებიც, ესე ვთქვათ, შეივსო ჩვენი ღონისძიება. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად იზრდება პროექტების რიცხვით, დაფინანსებულ პროექტებს გულისხმობ. რაც თქვარი, ესე ვთქვათ, ეკონომიკური გაძლიერების შესაძლებლობაა ჩვენი რეგიონისთვის. საინტერესოა 500-მა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი, წინა წლებში როგორ იყო? სულ რაღაც 5 დღეა როგორც გითხარით, გასული, მე-5 დღეა დღეს და უკვე 500 განაცხადი არის ისე ცოტა ციფრია, რა თქმა უნდა. როგორც თქვი, ყოველწლიურად იზრდება რიცხვი მომართვიანობის და წელსაც გვაქვს იმედი, რომ ეს ესე ვთქვათ სტატისტიკა, რა თქმა უნდა, დადებითი დინამიკით შეიცვლება. მე გავიხსენებ დასაწყის, ცოტა განწყობები იყო ეგრეთ წოდებული სკეპტიციზმით იყო აღნიშნული ღონისძიების მიმართ მოსახლეობა განწყობილი, ისინი მიჩვეულები იყვნენ, ესე ვთქვათ, სამინისტროს პროგრამის განხორციელების სხვა მოდელზე, თუ კი ეხლა მათ უხდებათ გამოავლინონ თავიანთ საოჯახო მეურნეობაში ესა თუ ის საჭიროება, რაზეც შემდგომ ამისა აქვთ, ესე ვთქვათ,
ვალდებულება, რომ ბიზნეს კომპონენტით განაცხადი პროექტი შეადგინონ, მანამდე ესე არ იყო, ამას აკეთებდა სამინისტრო, სხვადასხვა კომპონენტის მქონე სასოფლო-სამეურნეო ინვენტარს თვითონ, ასე ვთქვათ, იკვლევდა, როგორც ბაზარს, ასევე მის ტექნიკურ პარამეტრებს და აცხადებდა სახელმწიფო შესყიდვების გზით ტენდერს, იძენდა აღნიშნულ საქონელს და თანადაფინანსების გზით გადასცემდა. ეს საქონელი იყო, ასე ვთქვათ, არ იყო მრავალი ძირითადი მიმართულებები იყო, ძირითადი სამეურნეო საქონელი იყო, რა თქმა უნდა. ეხლა ეს შესაძლებლობა ბევრად დიდია, გაიზარდა საქონელთა რიცხვა, არჩევანმა, როგორც მომწოდებულთა რიცხვა, რაც საბოლოო ჯამში როგორც უკვე აღნიშნე, სოფლის ეკონომიკის განვითარებისკენ არის მიმართული და ეს საჭიროებებიც უფრო მნიშვნელოვანია უშუალოდ მეურნეობის ფლობელმა, მეურნეობის, ასე ვთქვათ, მეურნეობაში ჩართულმა პირმა თვითონ განსაზღვროს ბევრად უკეთ იცის მან, ვიდრე არა უმეტეს 70%-ისა არის დაფინანსება. ეს მე მგონი ძალიან საკმაოდ კი ბატონო დიდი ციფრია და კარგია ბიზნესისთვის, მოკლედ ისე რომ ვთქვათ. თქვენ აუცილებლად გექნებათ წინა წლების წარმატებული кейსები, აუცილებლად მინდა რომ მაყურებელს გაუზიაროთ, იმიტომ რომ მეტი სანდოობისთვის და მეტი мотиваციისთვის სულ რაღაც 5 დღეა, ხო? თქვენ განაცხადი გიდევთ უკვე და 500-მა ადამიანმა შემოიტანა ესე ვთქვათ განაცხადი და კიდევ როდემდეა, რომელ რიცხვამდეა და დარწმუნებული ვარ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი გადაწყვეტს, როცა გაუზიარებ ჩვენი დეტალებს, მაგალითად წინა წლების წარმატებული ადამიანების თუნდაც. როგორც უკვე თქვით და ძალიან კარგი ესე ვთქვათ ჩართვა იმასთან დაკავშირებით, რომ განაცხადების მიღების პერიოდი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პერიოდია და ეს უნდა იცოდეს მოსახლეობამ. ჩვენ საინფორმაციო კამპანია აქტიურად დავიწყეთ, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში შეხვედრები, სამინისტროს ხელმძღვანელობა კონკრეტულად პროგრამების განხორციელების დეპარტამენტთან ერთად გადის მოსახლეობაში და აცნობს მთელ რიგ პირობებს პროგრამის განხორციელების, რათა პროგრამაში ჩართვა უფრო გაუველდეთ ფერმერებს. განაცხადების მიღება თითქმის ერთთვიან პერიოდს მოიცავს, ის 14 მარტს სრულდება. მე დეტალურად გავშლი პროგრამას, ეს კარგი შესაძლებლობაა ჩვენმა მსვენელმა სწორად გაიგოს მთავარი პირობები, თქვენ ახსენეთ 70% საკმაოდ დიდი წილია, რა თქმა უნდა, პროექტში და ამას სახელმწიფო უსასყიდლოდ დებს, თუმცა არის მთელი რიგი განმარტებები, რაც საჭიროებს თუნდაც 70%-თან და პარამეტრებთან. მე დავიწყებ ესე ვთქვათ, იმ მრავალ მიმართულებებზე, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ჩამოთვლას და კონკრეტულ შეზღუდვებზე გავაკეთებ აქცენტს. რა თქმა უნდა, პროექტი მინიმალური თანადაფინანსების ნაწილი სამინისტროს მხრიდან 500 ლარიდან იწყება და 20,000 ლარს მოიცავს, არა უმეტეს. თუმცა გვაქვს შემთხვევები პირობითად, როგორც ერთეულ საქონელზე, ასევე სრულ პროექტზე, გვაქვს ამავდროულად გამონაკლისი მემცენარეობის მიმართულებით ერთეული საქონელი, ამ შემთხვევაში ნერგის ღირებულება, რა თქმა უნდა 500 ლარზე ნაკლებია და ამაზე სამინისტრო უარს არ ამბობს და შესაბამისად აქ არის ესე ვთქვათ დაშვება გაკეთებული მემცენარეობის მიმართულებით მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების ბაღების მოწყობის კომპონენტში სამინისტროს თანადაფინანსების წილი შეიძლება იყოს დაბალი, თუმცა არანაკლებ 500 ლარისა და ეს განცხადებლებმა განაცხადის წერის პროცესში უნდა გაითვალისწინონ. გვაქვს შესაბამისი წესი, შესაბამისი განაცხადის ფორმა, ეგრეთ წოდებული პროექტის წარდგენის ფორმა, შესაბამისი პირობები, ბუკლეტები, საინფორმაციო მასალები, რომლებიც ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზეა ატვირთული და დეტალურად შეუძლიათ აღნიშნული პროგრამის შესახებ. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ თქვენი ვებგვერდი. კი ბატონო, აჭარის სამთავრობო პორტალის ვებგვერდია და ლინკად შეუძლიათ გადავიდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვერდზე. იცით რა მაინტერესებს? სავარაუდოდ, კი ბატონო, დაასრულეთ და მე რავით. ეტაპებზე მინდოდა მეთქვა, განაცხადების მიღება მოიცავს თავარ ესე ვთქვათ შემადგენელი არის ადგილმდებარეობა, ეს პროექტში ჩართვისთვის აუცილებელია საოჯახო მეურნეობის საკუთრებაში ან თანასაკუთრებაში იყოს შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე მიწა, უნდა იქონიოს პირადობა
იმ შემთხვევაში თუ მხოლოდ მან არის მესაკუთრე, თუ ყავს მას სხვა თანამესაკუთრეები ოჯახის წევრების სახით, შესაბამისად დამატებით დაჭირდება მათი პირადობებიც და შეთანხმების ერთგვარი განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთ კონკრეტულ თანამესაკუთრეს ექნება უფლება აღნიშნულ პროექტში ჩართვაზე, აღნიშნულ ფორმას სამინისტროში მოსვლითაც მიიღებენ, ან შეუძლიათ ჩამოიტვირთონ აღნიშნულ ვებგვერდიდან, რომელზეც უკვე ვისაუბრე, პირადობა, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი და განაცხადის ფორმას ადგილზევეც მიიღებენ, ან ჩამოიტვირთავენ, შეავსებენ და წარმოადგენენ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, კერძოდ კი კანცელარიაში. თუ მოსახლისთვის უფრო მოსახერხებელია პროგრამაში ჩართვისთვის არ ჩამოვიდეს ბათუმში, შეუძლია მიმართოს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ჩვენს სამსახურს და იქ დაწეროს განაცხადი. გარდა მაიდენტიფიცირებელი მონაცემებისა, მას დაჭირდება ამავდროულად ვახსენეს საქონლის შესყიდვის ამა თუ იმ სამეურნეო ინვენტარის შესყიდვისთვის საჭირო შესაბამისი ინვოისი, რომელ საქონლის შესყიდვასაც გეგმავს ის და როგორც უკვე გითხარით, აღნიშნული საქონლის შერჩევის პროცესში, როგორც მომწოდებლის, ასევე საქონლის პარამეტრების ნაწილში ის თავისუფალია და მას აქვს სრული, ესე ვთქვათ, თავისუფლება შეერჩიოს ესე თუ ის საქონელი. თქვენ კითხვას დაველოდებით და მე გავაგზავნებ ისევ ეტაპებზე საუბარს. ყოველი წლის ბოლოს აკეთებთ შეჯამებას, ხო, როგორი წელი იყო. ამ მიმართულებით რა მდგომარეობა იყო აი მოსავლიანობასთან დაკავშირებით, ასევე რეალიზაციასთან დაკავშირებით, რა ხელშეწყობი პირობები ჰქონდათ მეურნეებს? დინამიკა კარგია, ზოგადად სოფლად ცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, უმჯობესდება, არ ვითელი რიგი პარამეტრები, რაც ამას ზომავს. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა პროექტების ინიციირებას, რათა ეს მდგომარეობა ბევრად უფრო გაუმჯობესდეს, რა თქმა უნდა, არა ვართ შედეგით კმაყოფილები, ყოველწლიურად მაგალითად სადგურს პრობლემა, რა გამოწვევების წინაშე იდგა? არსებობს, ესე ვთქვათ, მთელი რიგი პრობლემები ლოჯისტიკასთან დაკავშირებით, აი სუბსიდიის პროცესი სულ ეხლა დასრულდა ციტრუსის გულისხმობ, თუმცა საექსპორტო პარამეტრები საკმაოდ კარგია, დაახლოებით 32,000 ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია. ერთეულის ღირებულება გაზრდილია. მათ შორის, კი ბატონო, გადამუშავების მიმართულებით დაემატა ახალი ქარხანა, მთელი რიგი, ესე ვთქვათ, ლოჯისტიკური საკითხები დიდი ნაწილი გადაიჭრა. შესაბამისად, რიგის პრობლემაც ციტრუსის გადამუშავების მიზნით საქონლის მიტანა კონკრეტულ საწარმოამდე სირთულეს წარმოადგენდა, იყო პრობლემები გულისხმობ რიგში დგომის რაღაც დროს, ეს დრო, რა თქმა უნდა, შემცირდა და სამინისტრო აგრძელებს ესეთ ტიპის მუშაობას. აღნიშნავ ჩვენს პროგრამაში, რომელზეც ახლა ვსაუბრობ, წინა წელს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და მოსახლეობის მოთხოვნით დაემატა მცირე ფასიანი საქონლის კომპონენტიც, რაც ერთგვარი შეღავათია და სხვადასხვა 4 ძირითადი საქონლის შესყიდვის მიმართულებით შეუძლია აღნიშნულ განაცხადში, ესე ვთქვათ, მიიღოს თანადაფინანსება და ესე ვთქვათ შეღავათია, იცვლება ესე ვთქვათ ხელით შრომა მექანიზირებული გზით, რაც საბოლოო ჯამში ზრდის როგორც პროდუქციის წარმოებას, ასევე აიოლებს ჩვენი ფერმერის, ესე ვთქვათ, შრომას, რაც საბოლოო ჯამში მეტ დროს აძლევს იმისთვის, რომ უფრო სხვა ტიპის, ესე ვთქვათ, ქმედებებზე იფიქროს და სხვა ტიპის აქტივობების დაგეგმოს ამავდროულად. ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზეც რო ვისაუბროთ, ტყუილუბრალოდ არ ხდება აი ამ ხელა შრომა, ამ ხელა დაფინანსება, რა ხდება ამ კუთხით, რამდენად წინ წავედით და ჩართულობა აი თანაქალაქელების, მაგალითად ჩვენი კუთხე კუნჭულის, როგორ არის აქტიურობა და უფრო მეტად რომელი სასოფლო სამეურნეო კუთხით არის დაინტერესებული მოსახლეობა. ასევე მაინტერესებს ქვეყნები, სადაც რომელთანაც თანამშრომლობთ, სად გადის ჩვენი კი ბატონო, რაც შეეხება ექსპორტი, ერთ-ერთი ეკონომიკური პარამეტრების საზომი, ესე ვთქვათ, ელემენტია და საექსპორტო მოცულობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თუმცა ძირითად ბაზრად მაინც ტრადიციული ბაზრები რჩება და ეს სულაც არ გახლავთ რაიმე ესე ვთქვათ, ამაში ვერ ვხედავ რაიმე სირთულეს, პირიქით
ბაზარი, სადაც შესაძლებელია საკუთარი პროდუქცია გავიდეს და საკმაოდ ასე ვთქვათ, მისაღებ ფასად, ეს უნდა გავაკეთოთ და მე მგონი ამ კუთხით რაიმე პრობლემა არ არის, მათ შორის რუსეთის ბაზარს გულისხმობ, იქაც იზრდება ჩვენი წილი, თუმცა იზრდება ევროპის ქვეყნებშიც, იზრდება ჩვენი პროდუქციის წარმოების ხარისხი. სტატისტიკურ მონაცემებს თუ გადავიღებთ თვალს, იქ რაღაც ტიპის პროდუქციის წარმოების მოცულობები და მათ შორის ექსპორტის მოცულობები შესაძლოა იმ სურათს არ იძლეოდეს. მოგეხსენებათ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობა ზოგადად გრძელვადიანი პროცესია და მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების ბაღებს თუ გავითვალისწინებთ, რაც ძირითადად ნედლეულია ჩვენი პროდუქციის, მეცხოველების პროდუქტებს თუ არ ჩავთვლით, მას ჭირდება საკმაოდ გრძელვადიანი პერიოდი და ჩვენ წარმოებული პროდუქციის მოცულობების ზრდას უკვე ვხედავთ, თუმცა იმ მასშტაბით არ არის, ამ მასშტაბითაც შესაძლოა ეს ვისურვოთ, თუმცა ეს და არის და კარგია დინამიკა შესაბამისად. საექსპორტო მიმართულებით არა მარტო პროდუქციის წარმოება, არამედ ეს ლოჯისტიკური საკითხებიც გვარდება, როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო, სააერო მიმართულებით ექსპორტის ნაწილი წესრიგდება მთელი რიგი საკანონმდებლო ბაზა, რაც საექსპორტო პროდუქციის როგორც წარმოების, ასევე ექსპორტის ნაწილში არის საჭირო და ამისთვის ესე ვთქვათ, ქვეყანა ესე ვთქვათ აახლებს ამა თუ იმ ნორმატიულ აქტებს, შესაბამისად აწვდის მოსახლეობას, რათა ისინიც მზად დახვდენს თავის მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტისთვის მოამზადონ თავიანთი პროდუქცია, რაც საბოლოო ჯამში მოკლედ ყველაფერი ახლდება, წინ მიდის და ასევე უმნიშვნელოვანესია თანამედროვე აგროტექნოლოგიების გავლენა, რომლებმაც ალბათ უფრო შეუმსუბუქა საქმე მეწარმეებსაც. სად გვაქვს აი აქ წინსვლა მაგალითად ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფაქტორიც. ანუ დროსთან დაკავშირებითაც. კი ბატონო, ციფრული ეკონომიკა და ზოგადად ტექნოლოგიური პროცესები საკმაოდ ესე ვთქვათ, მთელ მსოფლიოში ძალიან წინ მიდის და ჩვენი ქვეყანაც ესე ვთქვათ, არ ჩამორჩება ამ პროცესს და ჩვენი ღონისძიება, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, ზუსტად ამ პროცესს უწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ ღონისძიებით გავაშენოთ ესა თუ ის მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურის ბაღი, ამავდროულად ჩვენ შესაძლოა აგვჭუროთ ჩვენი მეურნეობა სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის სამეურნეო დანადგარითა თუ ინვენტარით, რაც საბოლოო ჯამში როგორც აღნიშნე, ზრდის როგორც პროდუქციის წარმოებას მოცულობაში, ასევე ზრდის მის წარმოებას, რა თქმა უნდა, ხარისხობრივ კომპონენტშიც და ეს პროგრამა ზუსტად ამას უწყობს ხელს. მე ამ პროგრამაზე არ მინდა გამომჩეს, ესე ვთქვათ, მთავარი აქცენტები და დაუბრუნდები ისევ ამ საკითხს, რათა ჩვენ მსმენელმა, ესე ვთქვათ, სწორად გაიგონ მასში ჩართვის შესაბამისი მოთხოვნები და თუ ნებას მომცემთ, რა თქმა უნდა, პროცესს დამატებით კითხვებთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ მსმენელმა გაიგოს, თუმცა ამ პროგრამაში ჩართვაზეც აქცენტებს გავაკეთებ. როგორც უკვე ვთქვი, როგორც მრავალკომპონენტიანი და მრავალწლოვანი პროგრამა, თუმცა არის სხვადასხვა მიმართულებებზე მთელი რიგი ასე ვთქვათ, როგორც დაშვებები, ასევე შეზღუდვები. მეცენარეობა ვახსენე და აღნიშნული ღონისძიება ითვალისწინებს არა მხოლოდ არსებული ბაღების გადაიარაღებას, წვეთობრივი მორწყვის სისტემებით აღჭურვას, თანამედროვე ტექნოლოგიები ვახსენეთ და ზოგადად მიდგომა სარწყავი სისტემების გამოყენება ჩვენს ესე ვთქვათ ბაღებში არის მნიშვნელოვანი, როგორც საკვების მიწოდების კომპონენტში, ასევე მცენარეთა დაცვის საშუალების მიწოდების კომპონენტში, როგორც არსებული ბაღების გადაიარაღება შეუძლიათ, ასევე შეუძლიათ ახალი ბაღების გაშენება და ესე ვთქვათ, ფართობის მოცულობა 1000 კვადრატული მეტრიდან 1 ჰექტრამდე მერყეობს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ განაცხადის წარმოდგენას აზრი არ აქვს და ამიტომ ამისთვის მზად უნდა იყვნენ ჩვენი ესე ვთქვათ აპლიკანტები. ეს რაც შეეხებოდა მემცენარეობას და არის კულტურების ჩამონათვალი, რომლის გაშენების შესაძლებლობაც აქვთ, ანუ ესე ვთქვათ, უფლება, სხვა შემთხვევაში სხვა ესე ვთქვათ, განსხვავებული კულტურას, რაც ჩვენი პროგრამის ჩამონათვალში არ არის აღნიშნული მიმართულებითაც დაწერა, ესე ვთქვათ, არ არის მიზანშეწონილი.
მთელი რიგი ესე ვთქვათ სამეცნიერო-კვლევითი შედეგებიდან გამომდინარე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე შესაბამისად ჩვენი რეგიონისთვის შევარჩიეთ ის ძირითადი კულტურები, რომლებიც ჩვენს ესე ვთქვათ კლიმატურ პირობებს აკმაყოფილებს, ასევე მეცხოველეობის მიმართულებით მოგეხსენებათ საბიუჯეტო რესურსების დაზე კი ვისაუბრეთ ჩვენ და ეს ყოველწლიურად იზრდება და საბიუჯეტო პარამეტრების სტატისტიკაზეც ვისაუბრეთ ჩვენ და საკმაოდ ესე ვთქვათ კარგი მაჩვენებელია დაახლოებით ყოველწლიურად თუ ავიღებთ 2024 წელს საშუალოდ 24%-ით იზრდება, რაც ამავე ჯამში ესე ვთქვათ ჩვენს 24%-ით და ეს ყოველწლიურად თუ არ ჩავთვლით ესე ვთქვათ 2013 წლიდანაც და ჩვენ მქონდა ისეთი შემთხვევები როცა 138%-იც კი გაიზარდა და ზოგადად ეს ამ სექტორის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერაზე მიანიშნებს. გამოვყოფდი მეცხოველეობის სექტორს, მეცხოველეობის სექტორში კერძოდ მეფუტკრეობის კომპონენტს, ჩვენს მეფუტკრეებს აქვს საშუალება მიიღონ და ჩაერთონ აღნიშნულ პროგრამებში, გადაიარაღონ მათი საფუტკრე მეურნეობა, თუმცა ზედაზღვარი 20,000 ვთქვი მანამდე მთლიანად აღნიშნული პროექტის თანამონაწილეობაში სამინისტროს წილი რომ 20,000 ლარზე მაქსიმალური 20,000 ლარია, თუმცა მეფუტკრეობის კომპონენტში ესე ვთქვათ ეს შეზღუდვა დავაწესეთ საშუალოდ საფუტკრე მეურნეობაში გადაიარაღების კომპონენტში საშუალო ბიუჯეტი ავიღეთ და 5,000 ლარამდე ჩვენი თანამონაწილეობის ნაწილი ზღვარად დავაწესეთ, ესე ვთქვათ ესეც უნდა იცოდნენ ჩვენმა მეფუტკრე ფერმერებმა, რათა განაცხადის წარმოდგენიც დროს გაითვალისწინონ ეს შეზღუდვა, ასევე ისევ ღვინისა და სპირტის წარმოების ნაწილში საუბარია ესე ვთქვათ ვენახს უნდა ფლობდეს, მას უნდა გააჩნდეს შესაბამისი ვაზი, სხვა შემთხვევაში უბრალოდ პროგრამაში ჩართვაზე განაცხადი არ უნდა დაწეროს, არის შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში განსაკუთრებით იძენს ესა თუ ის ფერმერი სხვადასხვა რეგიონებიდან ან თუნდაც ჩვენი რეგიონიდან ესე ვთქვათ ნედლეულს, რათა აწარმოოს შემდგომ ღვინო, ეს სხვა პროცესია და აღნიშნულ პროცესში სამინისტროს თანამონაწილეობა არ იქნება და არ მინდა რომ შევიდნენ შეცდომაში ესე ვთქვათ ამ მიმართულებით დაკავებული ფერმერები, უშუალოდ ვინც ფლობს საოჯახო მეურნეობაში, ესე ვთქვათ, ყურძნის ბაღს, მას აქვს უფლება და არანაკლებ 1000 კვადრატულ მეტრს, მას აქვს უფლება, ესე ვთქვათ, მიიღოს თანადარფინესება. ანუ მეტი სანდოობისთვის ეს ნიადაგი არის აუცილებელი და ამ შემთხვევაში რესურსი მოხმარდეთ იმათ, ვისაც რეალურად ეს ჭირდება და ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ახლა მახსენდება, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა მოცვის მიმართ და არც აჭარა ჩამორჩა ამ ინტერესს. მე ჩემს ირგვლივ ბევრი ადამიანი არის, რომელმაც დააპირა, რომ გააშენოს მოცვი, თუმცა რამდენად ხელისშემწყობია ჩვენი ნიადაგი ან კლიმატი, ეს საკითხავია და უკეთესად ალბათ თქვენ გეცოდინებათ, რო გითხრათ, რომ ტყუილა არ მოცდნენ და გვინედები არ გაუწროდნენ. კი ბატონო, და ასევე ზეთისხილის მიმართ. უფ როგორ მიყვარს ზეთისხილი. ხო, აი ზეთისხილთან დაკავშირებით ასე ვთქვათ, ვერ მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ ეს ამ მიმართულებით დაკავდნენ, მხოლოდ ალბათ სამოყვარულო დონეზე, თუმცა მათზე ააგონ მთელი მათი ასე ვთქვათ, საოჯახო მეურნეობის ან ფერმერული მეურნეობის გეგმები და ასე ვთქვათ, ეკონომიკა არ არის სასურველი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ კლიმატური პირობები ზეთისხილის მოყვანის სტვის არც ისე ხელსაყრელია, შესაძლებელია, თუმცა ვერ მივიღებთ იმ შედეგებს, რაც უფრო მშრალი და ასე ვთქვათ, უფრო საოჯახო ბიზნესი შეიძლება გახდეს. შესაძლოა დეკორატიული ხასიათი შეიძლება მიიღოს, რაც შეეხება მოცვს, საკმაოდ აქტიური კულტურაა, აქაც იყო სკეპტიციზმი, ჩვენ როცა ეს პროექტი დავიწყეთ 2013 წელს მახსოვს, როცა ჩანასახში დაიწყო ბაღების გაშენებაზე, ასე ვთქვათ, სამინისტრომ ფიქრი, თავაზობდა სხვადასხვა სიახლეებს, სხვადასხვა კულტურებს ჩვენ ნიადაგური პირობების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, და პირველები ვიყავით მთელ საქართველოში, შემიძლია ღია თქვა, აჭარის სოფლის სამინისტრო, რომელმაც აქტიური კამპანია დაიწყო მოცვის გაშენების, იმიტომ რომ ჩვენ ნიადაგები ძირითადად ისეთი ტიპის ნიადაგები, სადაც მოცვისთვის ხელსაყრელი პირობები შეიძლება იყოს, თუმცა
გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა ჯიშობრივი მახასიათებლები, შესაბამისი კვალიფიციური ენერგი ყველა დეტალია საიმისოდ გასათვალისწინებელი, რომ შემდგომ მოცდის პერიოდი აქვს დიდი მოხსენება, როგორც უკვე ვთქვით, მრავალწლოვანი ბაღის მოწყობის შემთხვევაში მეურნეობას ძალიან დიდი პერიოდი ჭირდება იმისთვის, რომ შედეგი მიიღოს მოსავალი და რეალურად იხილოს თუ რა პროდუქციას, ესე ვთქვათ, მიიღებს და როგორი ხარისხი იქნება შემდგომ და ეს მოცვის პერიოდი რო არ დაკარგონ, ამისთვის თავიდანვე სასურველია და მიზანშეწონილი და აუცილებელია, რომ სწორად იქნეს მათ შორის მოცვის კულტურაში შერჩეული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა გამოგვჩნდეს თუ როგორ მოქმედებს გლობალური ეკონომიკა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასებზე. ამაზეც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ყოველწლიურად ისეც მერყეობს. სვალებადია რა თქმა უნდა. კი ბატონო, იცვლება რა თქმა უნდა სამოხარებლო ბაზარი, მათ შორის იცვლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მოთხოვნა, თუ პირობითად ჩვენთვის და ჩვენი ბაზრებისთვის ხელსაკრებ კულტურას ციტრუსი წარმოადგენდა და მასიურად იყო გაშენებული, ახლა მოსახლეობამ დაიწყო ფიქრი და მათ შორის აშენებს კენკროვანი კულტურებიდან არ მხოლოდ მოც, ჟოლოს და ასე შემდეგ. ეს მისი არჩევანია და რა თქმა უნდა ფერმერის არჩევანია და სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს და აკვირდება ბაზრებს თუ რა ძირითადი აქტიური, ესე ვთქვათ, პროდუქტი თუ აქტიური კულტურა შემოდის, ესე ვთქვათ, თანამედროვე რეალობაში და აღნიშნული რეალობების გათვალისწინებით იწყებს შესაბამის კამპანიას, რომ ესა თუ ის პროდუქცია, თუ ესა თუ ის, ესე ვთქვათ, კულტურა დაინერგოს და განვითარდეს ჩვენს რეგიონშიც და ნათელი მაგალითია, ესე ვთქვათ, ჩვენ დავიწყეთ კაკლოვანი კულტურებიდან, ეგრეთ წოდებული კაკლოვანი კულტურებიდან ჩანდლერის ჯიშის კაკლის გაშენება მაღალმთიან რეგიონებში და საკმაოდ შემოსავლიანი ესე ვთქვათ კულტურაა და ეს სიახლეები აი გლობალური ეკონომიკა ახსენეთ და ზუსტად ამაზე მიანიშნებს. შემდგომ ამისა მასიურად დაიწყო თხილის გაშენება, რამაც საბოლოო ჯამში შეცვალა რა თქმა უნდა ჩვენი ბაზარი, ანუ და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კულტურა, რა თქმა უნდა, თუმცა დაიკარგა რაღაცნაირად ინტერესი თხილის მიმართ. თუმცა ვერ მოუწოდებ მოსახლეობას ბაზარი ყოველწლიურად თითქმის იცვლება, ნაცვლდება სხვადასხვა კულტურებით, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პროდუქტებით და ეხლა მოწოდება იმისა, რომ მოდი რა, იცი, რაღაც პერიოდი, ანუ ასე ვთქვათ, გაჩეხე რაღაც ბაღი და ჩაანაცვლე ამით და ნუ შემდგომ ბაზრის სტრუქტურის შეცვლის შემდგომ დაიკარგოს იმ კულტურაზე, რომელიც ჩანაცვლებაც მოახდინა მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეს დამღუპველი იქნება ფერმერისთვის. ეტაპობრივად თვითონაც უნდა დააკვირდეს მიმდინარე მოვლენებს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში, რათა სწორი არჩევანი გააკეთოს, ამ არჩევანის თავისუფლებას თავაზობს რა თქმა უნდა სამინისტრო ამ თუ პროგრამების სახით. ჩვენთან უგემრიელესი ციტრუსის ბაღებია და რა განაპირობებს მათ მაგალითად უკუსვას, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილა რა თქმა უნდა ამიძე ვართ, ნიადაგზე ვართ დამოკიდებული და ცხოვრობთ ისეთ ქალაქში, სადაც შეიძლება აი ეს მაგალითად წინსწრებით შემოსავალი არ იყოს ზუსტად ისე როგორც კონდეს გაწერილი და გათვლილი და ამან მოიტანოს უკვე მაჩვენებლები. არადაც ციტრუსი ჩვენი ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი. კი უბრალოდ გლობალურად იმდენად შეიცვალა ეს ამინდის ესე ვთქვათ წინსწრებით სწორი ინფორმაცია, რომ ალბათ ძალიან რთულია და ძალიან ბევრჯერ ხსმენია ჩვენ, რომ მოსავალი გაგუჭებიათ და ეს ზოგადად მეურნეობა ძალიან რთულია, მე და მე ამის გამოცდილება მაქვს დაახლოებით 3-4 წლის წინ გადავწყვიტეთ ოჯახმა, რომ ის მიწა, რომელიც ჩვენს კუთვნილებაში იყო, ესე უბრალოდ არ დაკარგულიყო და გამოგვეყენებინა და დავდგეთ პანდემიური პირობებად შეგიწყოთ ხელი. არა, პანდემიის შემდგომი პერიოდი იყო. დავდგეთ პომიდორი და ისე კარგად მახსენდება, ალბათ გაიხსენებ მე. კი, აი, რაღაცნაირი ის აქვს, მონატრება აქვს მიწასთან მუშაობას, თუმცა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ფუჭებადია და 1000 რაღაცა სჭირდება და ბოლოს მივხვდით, რომ ჩვენი არ იყო და დავალევეთ თავი. ხო, აი თქვენ აღნიშნეთ ზეთიცხილზე ვერ გეტყვით, მოცვზე გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ისეთ ქალაქში ვცხოვრობთ, რომ რა თქმა უნდა, ყველა მოსავალი არ იქნება ესეთი შემოსავლიანი და ეს ყველაფერი განპირობებული აი ნიადაგზეც, ატმოსფეროზეც და ყველა დეტალზე. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა, უნდა დაგემშვიდობოთ. სტუმრად ყავდა სტუდიაში კარლო კეკელიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი. მადლობა და წარმატებები და გელოდებით გორიგის სიახლეებით. დაგეძანებთ. დიდი მადლობა.
დაუბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში. აი, ეხა ჩვენ გვაკლია პატა, რომელიც არის ძალიან მაგარი გურმანი. გურმანის ხარტი, ყველა დეტალი იცის, აბსოლუტურად ყველა კერძის, მე მგონი. და აქ რომ იყოს, ალბათ უკვე ერთხელს გადაყლაპავდა, იმიტომ რომ მოვიდა აჯაბსანდალის რუბრიკის ჯერი მოვიდა, აჯაბსანდელი და ნახოთ საინტერესო არის ამჯერად ნონა რას მოგვიმზადებს. პრინცესში ვიცი რაც უნდა და მე ძალიან მიყვარს სუში, რომელიც ძალიან მოთხოვნადია. წელს და ძალიან უყვარს ბაუშოს, არა მხოლოდ ბაუშოს, მოზარდებს და უამრავი სახეობა არსებობს სუშის და შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დამაბნეველი. ახლა აბსოლუტურად ყველა თუ არ გასიჯა, ანუ ვერ მიხვდები რომელი მოგწონს. თავარია რომ ზღვის პროდუქტები გიყვარდეს, თევზი გიყვარდეს, მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებსაც არ უყვარს. ჩემ შემთხვევაში ახლა სანამ შენ კითხავ მერი, ჩემთვის ძალიან მომაბეზრებელია და რატო? ყოველთვის, როდესაც ვაგემოვნებ სუშს, სხვადასხვა გემოებით ვჭამ. აი, ერთ ნამდვილ კარგს რაღაცნაირად ვერ მივაგენ და მე რაღაცნაირად გული რომ მიცრუდება ხოლმე, აღარ შევჭამ ახლა ერთი თვე ვიტყვი. ისე როგორი სასარგებლოა რა. ნახე როგორ არის მე ყველაფერი გემრიელი კერძი, ყველა მიყვარს აბსოლუტურად. აი ესე გამორჩეული კერძი არ მაქვს და ჩემ და სასიკეთოდ ძალიან კომფორტულია, მაგრამ არიან რა თქმა უნდა ადამიანები, რომლებიც ყველა კერძს ვერ მიირთმევენ. მე აი რომ გითხრა რომ რაღაც არ მიყვარს, ამას ვერ ვიტყვი. უბრალოდ უნდა იყოს ძალიან გემრიელად გაკეთებული. ნუ ქართულ სამზარეულოზე ხო, რა ვიცი, ალბათ ყველა შეყვარებული ვართ, მაგრამ სუშს რაც შეეხება, ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული უსაყვარლესი კერძია და ასევე არის ძალიან სასარგებლო. აი ამ ბოლო დროს შეიძლება უარი ვთქვა კერძზე, იმიტომ რომ არ იყოს სასარგებლო. ამ ბოლო პერიოდში უარი ვთქვა ასევე აი ცხარე კერძებზეც, იმიტომ რომ ცხარე ძალიან მიყვარს, მაგრამ არ არის კარგი. კი ბატონო, ასევე შემწვარ მოხრაკულით არ არის კარგი და უფრო მეტად გადავედი აი ბოსტნეულზე, სალათებზე, წვნიანებზე, თუმცა ყველა კერძი ჩემთვის არის მისაღები და დასაგემოვნებლად თავარია იყოს გემრიელი კიდევ ერთხელ. მე და სხვათა შორის მსმენია რომ და ნუ ასეც არის ფაქტი არის რომ სუშის ზოგიერთ სახეობაში გამოყენებული არის ცოცხალი ზღვის პროდუქტი და ეს ცოტა საფრთხილო არის როგორც გავიგე, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ სუშის მოყვარულებმა თუ სად მზადდება, როგორ ამზადებენ და რამდენად კარგად არის მომზადებული. ამიტომ მოდი ვნახოთ ახლა ნონას მიერ მომზადებული სიუჟეტი სუშზე და მე ისევ დავბრუნდებით. უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ სუშის მომზადება მხოლოდ პროფესიონალ და გამოცდილ მზარეულს შეუძლია. თუმცა დღეს ამ სტერეოტიპს დავამსხვრევთ და ჩვენთან ერთად იხილავთ, თუ როგორ შეიძლება მოამზადოთ სახლის პირობებში ეს გემრიელი იაპონური კერძი. ესე იგი, მე ზღვაური, ჟურნალისტი და მარკეტოლოგი ვამზადებთ სუშის. მე როგორც სიმარტივის მოყვარული ადამიანი გავაკეთებ დღეს კოქტეილს. ეს არ იქნება კლასიკური სუშის კლასიკური ვარიაცია, ეს იქნება კოქტეილი და ნახოთ როგორ გამოვა. ჩვენ რა ვამზადოთ ფილადელფია კლასიკური, ა? ცეცხლი დაინდო თამაში დაიწყო. რასაც გიორგი მოამზადებს, იგივე ფილადელფია კლასიკია, უბრალოდ შემომზადებულია და უფრო კარგია. ხო. და იქნება ნორის გარეშე რა, დავჭირდება ბრინჯი, დავჭირდება რა თქმა უნდა ხორაგული, რომელიც წინასწარ მოვიმზადეთ. პლუს დავჭირდება კიტრი, ავოკადო, სოიო და ტერიაკის соуსი. იგივე ინგრედიენტები ჭირდება ფილადელფია კლასიკს, უბრალოდ ემატება ნორი რა. მე დავიწყებ ჩვენც დავიწყოთ. კი. შენ შეგიძლია ბეკას მიბაძო. ჩემს კოქტეილის ჭიქაში გადავიტანე უკვე ბრინჯი. შემდეგი მარტივი ხელის მოძრაობით გადავიტან ავოკადოს, აუცილებელ ამბავს. ამის შემდეგ დავამატებთ კრემ ყველს. ესე იგი, ნორზე გაგვყავს ბრინჯი. მარტივად როგორც ბექამ გააკეთა ეს და ჩემნაირად და შემდგომ გადავაგრია. ბექა გიორგის უკვე იცნობს ჩვენი მაყურებელი და თქვენც მოგვიყევით თქვენ შესახებ. სულ მინდოდა რომ ქონოდა რაღაც ისეთი სივრცე და ისეთი კუთხე სახლის გარდა, რომ ჩემი მეგობრები მოვიდოდნენ, ერთად ვიქნებოდით, ანუ წვიმა იქნებოდა, გარეთ სიცხე იქნებოდა, ციცივე იქნებოდა, სადაც შევიკრიბებოდით ისე, რომ არავინ არ გვეტყოდა, რომ დროა მოიწურა და წადით რა. აქედან გამომდინარე
წამოვიდა ამ რესტორნის სახელიც რა. ბაუნიშნავს ბექას ახდენილ ოცნებას რა. შეგიძლია შენ თქვა ამ ეტაპზე რა საქმიანო? გარდა იმისა, რომ ვცოდვილობ და ვწვალობ და ვაკეთებ სუშის კოქტეილს, მაქვს პატარა მარკეტინგული კომპანია, რომელიცაც ვემსახურებს სხვადასხვა ობიექტებს. ვაკეთებთ კონტენტს, კოპირაიტინგს, გადაღებებს და ასე შემდეგ. თუმცა ამჯერად ვამზადებთ სამივე სუშის. ნორამ შეიძლება იცოდო და გვიმალავდო. არა, ეს პირველად გავაკეთე და აი მგონი არც ისეთი უშნოა და ვინც ჩემნაირად პირველად მოამზადებს სუშის, არ შეგეშინეთ მეგობრებო, ახლა მე კიდე დაძაბული ვიყავი, თქვენ უფრო თამამად შედით სამზარეულოში, მოიმარჯვეთ ყველა ინგრედიენტი, რაც სუშის ჭირდება და დამიჯერეთ ამაზე ბევრად უკეთ გამოგივათ. ანუ დანაოდნა უნდა დავასველოთ, რომ ცოტა უფრო მარტივად დაიჭრას. ვასვალებთ დანას და ვიწყებთ სუშის დაჭერას. კი. ლინდას გაუხარდებოდა დღეს ნამდვილი აჯაფსანდალი მოვაწყვეთ ჩვენ. ნამდვილად. 1-2 და დავაგემოვნოთ. ძალიან როგორ გებრიელად გამოიყურებათ. ან მუსიკალური ფონიც რო შეხედვიშტები ქონდა. ახლა კი მომინდა. მადლობა ნონას ამ არაჩვეულებრივი და გემრიელი სიუჟეტისთვის და მის სტუმრებს, რომ მუდმივად ცდილობენ ჩვენი გემოვნების განვითარებას და ჩამოყალიბებაზე. მოკლედ ვაგრძელებთ ისევ გადაცემას და ახლა უნდა ვისაუბროთ იმ გრძნობაზე შეიძლება ითქვას, რომელიც ერთის მხრივ ძალიან გვაბედნიერებს, გვალამაზებს, გვათბობს და გვატკბობს, მაგრამ მეორეს მხრივ შეუძლია ისე გვატკინოს გული და უდიდესი ტრავმა დაგვიტოვოს, რომელიც შეიძლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ მოშუშტდეს. და ალბათ მიხვდით, უნდა ვისაუბროთ სიყვარულზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რა არის სიყვარული, რისგან შედგება სიყვარული და ასე შემდეგ და რამდენი ადამიანიც ვარსებობთ, იმდენივე და ისეთივე გრძნობა არის, მაინც არ მგონია, რომ ბანალური იყოს თუ კიდევ დავინტერესდებით და არაერთხელ მოვისმენთ თუ რა არის ეს გრძნობა და რა შეუძლია ამ გრძნობას ადამიანში ააფეთქოს, ჩააქროს და მოკლედ ასე შემდეგ, ხო? უნდა მოვიწვიო ფსიქოლოგი კეთი ბერიძე, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ისე გემრიელად და კარგად გაგვესაუბრება. ერთი-ორად შეიძლება აფეთქდეს ჩვენში ეს გრძნობა, რომელიც ძალიან რთულია. მოგესალმებით. მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ მოგვენატრეთ. მეც მადლობა მოწვევით. როგორ ხართ? კეთი, ძალიან ბევრ საუბრობთ ხოლმე ზოგადად ამ გრძნობაზე და არ არის ახლა უცხო ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც რომ ვთქვათ, ჯერ რა არის სიყვარული და როდის იწყება ეს გრძნობა, რა უნდა აღმოვაჩინოთ ადამიანში, რომ აი ეს ყველა რაღაცა აღმოჩენა ერთად შევაერთოთ და აი დავარქვათ ეს დიდი სიტყვა, რასაც სიყვარული ქვია. საკმაოდ რთული გრძნობაა თვითონ სიყვარული სხვა გრძნობებს შორის და რაღაცა ცალსახა განმარტება თუ რა არის სიყვარული ძალიან გამიჭირდება მაშინ სხვადასხვა მეცნიერის, ფილოსოფოსის მოსაზრებები უნდა მოვიყვანონ და ვერავის ვერ შეეკამათები. რომ ის რასაც ამბობს ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ რომ სიყვარული არის ძალიან სუბიექტური, შინაგანი განცდა და ჩვენ როგორი ახსნებიც არ უნდა მოვიტანოთ, გრძნობთ ამას მაშინ, როდესაც ჩვენგან ვიცდით სიყვარულს. ეს არის ყველაზე საუკეთესო ახსნა, შეიძლება ითქვას ამ გრძნობის. და ზოგადად სიყვარული არის მრავალმხრივი და სხვადასხვა ფორმებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ სიყვარულის
და სიყვარულის ისეთ მდგომარეობაზე, როგორიც არის მაგალითად სიყვარულის განცდა, რომელმაც მე დღეს თქვენთან მომიყვანა, ხო? იმიტომ რომ ეს სივრცე მომწონს, თქვენთან ურთიერთობა მომწონს და სიყვარულზე ვსაუბრობ, თუმცა ვიყენებ სიტყვას მოწონება. ამიტომ, როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მოწონება არ უნდა დაგვავიწყდეს. ვიწყებთ ყველაფერს მოწონებით. საერთოდ მახსენდება ახლა ცნობილი ფსიქოლოგების რაღაც გამონათქვამები, ახლა გამახსენდა ფროიდი რას ამბობს, სიყვარული არის ის გრძნობა შრომასთან ერთად, ანუ შრომა და სიყვარული, რომელიც არის ადამიანურობის ქვაკუთხედი. ან ის რაც ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს, სწორედ სიყვარულის დამსახურებაა და შრომა თავისთავად სიყვარული შრომასაც მოიცავს, იმიტომ რომ ჩაუხრელი შრომა არის საჭირო იმისათვის, რომ სიყვარული, რომელიც გვაქვს, შევინარჩუნოთ. ეს ანუ გავუფრთხილდეთ, როდესაც ვუფრთხილდებით, ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს. ამ ყურადღებას, რა თქმა უნდა, ენერგია მიაქვს. იმიტომ რომ თუ დაუკვირვებლები ვართ ურთიერთობაში, შეიძლება ისე წამერად გაგვეპაროს რაღაც, რომ ეს შრომა მე წყალში ჩაგვეყაროს თუნდაც. ანუ ფსიქოლოგებს ძალიან გვიყვარს სიტყვებზე ყურადღების გამახვილება. ამიტომ თქვენ სიფრთხილეშიც მე კიდევ სიფრთხილეს დავამატებდი მე მაგალითად რას, რომ თუ იმდენად ვუფრთხილდები სიყვარულს, რომ მხოლოდ გაფრთხილების საფუძველზე ვაკეთებ, მაგალითად კონკრეტულ არჩევანს ვაკეთებ, კონკრეტულ მოქმედებას განვახორციელებ, მაშინ ეს უკვე არ არის ჯანმრთელი სიყვარული. უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ უნდა გავუფრთხილდეთ ჯანმრთელად და არა გადაჭარბებულად. ანუ რას გულისხმობ დავაკონკრეტებ? მაგალითად, თუ მე მუდმივად ვფიქრობ ჩემს პარტნიორზე და იმაზე, თუ მაგალითად კონკრეტული ჩემი ქცევა როგორ იქნება მის მიერ აღქმული, გამოდის რომ მე მუდმივად დაძაბული ვარ. ეს დაახლოებით გავს, როდესაც ახალ ჩვევას ვეუფლებით, ჩვენ დაძაბული ვართ, ხო? მაგალითად მართვას როდესაც ვსწავლობთ, ველოსიპედის თუ ავტომობილის დასაწყისში ვართ დაძაბული. ან როდესაც ცეკვას ვეუფლებით მაშინ, ან ფორტეპიანოზე დაკვრას. აი ზუსტად ამას გულისხმობ გადაჭარბებულ გაფრთხილებაში. ამიტომ ამბობს შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ესეთ სიტყვებს სიყვარულზე, რომ სიყვარული ეს არის გამთლიანება. ანუ ჩვენ მუდმივად ვისწრაფვით გავუმთლიანდეთ, ვინაიდან ეხლა თუ ფილოსოფოსებს გადავხედავთ, ფილოსოფოსები გვეუბნებიან, რომ ჩვენ ოდესღაც ეს სადღაც ეს მეორე ნახევარი დავკარგეთ და შემდეგ ამ მეორე ნახევრის ძიებაში ვართ. ამიტომ რეალურად ყველა ქალში არის ნაწილი ადამის და ყველა კაცში არის ნაწილი ევა, რომელსაც ეძებს ხო მთელი ცხოვრება რა. იმისათვის რომ გამთლიანდეს, რომ ვიყოთ სრულყოფილები, ვინაიდან ოდესღაც როგორც მითები გვეუბნება, ვიყავით სრულყოფილები და ეხლა ჩვენ აი ამ გამთლიანებისკენ მივისწრაფვით. ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენ ამას შევძლებთ და გამთლიანდებით და ჩვენ თუ ვიპოვით ისეთ პარტნიორს, რომელთანაც ანუ ამ საერთოობას ვიგრძნობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრული ფაზლი ვიქნებით ერთმანეთის, მაგრამ უმეტესწილად ვიქნებით ერთმანეთის შესაბამისი წყვილი. ანუ რაღაც ნაწილში შესაძლებელია მე ვერ ვეხმიანებოდე მის სურვილებს, მაგრამ უმეტეს ნაწილში ვემთხვევი მის მოთხოვნილებებს. იქ სადაც არის ძალიან ბევრი მოთხოვნები, აი ამიტომ ვიძახი რომ სიფრთხილესთანაც ფრთხილად ვართ, იქ სიყვარული იფურჩქნება და სადაც არის გადაჭარბებული მოთხოვნები, იქ რა თქმა უნდა ჭკნება სიყვარული. სადაც არის მუდმივი შედარება, მაგალითად თუ ადრე ყავდა მეუღლე და მე სხვა მეუღლე ყავს ან პარტნიორი, რომელიც შეიცვალე, ან საერთოდ არ იყო პარტნიორი, მაგრამ ყავს ვიღაც გაიდეალებული ადამიანი, რომელსაც ადარებ და მუდმივად ამ შედარებაში ცხოვრობ და რეალურად აღმოაჩენ რომ მარტო ხარ. იმიტომ რომ აი ეს შედარება აღარ სრულდება. და რეალურად როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, ეს ნამდვილად სიყვარულია? თქვენ ძალიან საინტერესო შეკითხვა დამისვით დასაწყისში, როგორ უნდა დავარქვათ, რომ ამას სიყვარული ქვია. ეს ჩვენ უნდა განვიცადოთ. აი მაგალითად, ახლა გიპასუხებთ თქვენ შეკითხვაზე, თუ მე
მინდა ჩემს პარტნიორთან ურთიერთობა, იმიტომ რომ უნდა მოვიწონო თავის ხვებთან და ეს განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანია, მაშინ მე ჩემს პატივმოყვარეობას ვიკმაყოფილებ და უნდა დავკონკრეტდე რეალურად გავაცნობიერო, ამას სიყვარული ქვია, თუ ჩემი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილება ქვია. თუ მე იმიტომ ვარ მასთან ურთიერთობაში, რომ ტოლვას განვიცდი მხოლოდ მის მიმართ, მაშინ ამას ეს სახელი უნდა დავარქვა და ხანგრძლივი ეს ვერ იქნება, თუ მას არ ექნება კიდე სხვა მახასიათებლები, რომელიც ამას შეავსებს, ხო? ვინაიდან ურთიერთობა არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ როდესაც ვაპარაკობთ რაღაც ცალმხრივ სიყვარულზე, ცოტა კითხვის ნიშნები გვებადება და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიყვარული ადიქტურ ქცევებს მიაკუთვნა და ეს დიაგნოზიც დაწერა, ხო? თუ ეს არის მაგალითად რაღაც ნორმებიდან გადასული ქცევა. ვინაიდან გადაჭარბებული ფიქრი, გადაჭარბებული დამოკიდებულება სხვა ადამიანზე ერთი სახელით გამოიხატება, მას ემოციური დამოკიდებულება ქვია და ჩვენ მას ვერ განვასხვავებთ მაგალითად ნივთიერებებზე დამოკიდებულებისგან ან მაგალითად თამაშზე დამოკიდებულებისგან და ასე შემდეგ. კეთი, ლტოლვა არის იმპულსური, ხო? მაგრამ ხშირად ადამიანებს ეშლებათ ლტოლვა და სიყვარული ერთმანეთისგან, მაგრამ შეიძლება თუ არა რომ ვივარაუდოთ, რომ აი სწორედ ეს იმპულსური ლტოლვა შეიძლება გახდეს საწყისი სიყვარულისა. რა თქმა უნდა, ლტოლვას ვერ გამოვრიცხავთ სიყვარულში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხშირ შემთხვევაში მინდა გითხრათ ჩემი ემპირიული დაკვირვებები და რა თქმა უნდა და ვერ განვაზოგადებ კვლევას, იმიტომ რომ არ ვიცი ეს კვლევა და ვერ გეტყვით. ხშირ შემთხვევაში წყვილების ურთიერთობის შემანარჩუნებელი, იმიტომ რომ სხეულებრივი მიზიდულობა, ფიზიკური მიზიდულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? იმიტომ რომ სხეულს არასოდეს არაფერი არ ავიწყდება. და თუ ეს არის დაკავშირებული სიამოვნების განცდასთან, ეიფორიასთან, რა თქმა უნდა, ის გავს, ესე ვთქვათ, ნარკოტიკულ თრობას და თქვენ იცით რა რთულია მისგან თავის დაღწევა და რეალურად, ანუ სიყვარულის განცდაც მიახლოებულია. მაგალითად, როდესაც მე ვხედავ ჩემთვის საყვარელ მამაკაცს, გამოიყოფა ჩემს სხეულში მაგალითად ესეთი ჰორმონები, ენდორფინები, რომელიც შეიძლება ითქვას რაღაც კოკაინის მსგავს ემოქმედებას იწვევს ადამიანში, ხო, სასიამოვნო რაღაცა დადებით განცდებს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ გვეყვარება ჭეშმარიტად, თუ ვიქნებით ბედნიერი სიყვარულში, არც ერთი ნივთიერების ავად მოხმარება აღარ დაჭირდება კაცობრიობას და ამიტომ ვუსურვებდი, რომ ყველას უყვარდეს და გულწრფელად უყვარდეს. ასევე მაინტერესებს ხშირად უფრო ქალბატონებისგან მოდის ხოლმე ეს მოსაზრება, აი მაგალითად თუ სიყვარული შეიქმნა ოჯახით, ანუ ეს ოჯახი გარკვეულ წლებს აღწევს უკვე, რატომღაც ამბობენ ხოლმე ქალბატონები, რომ აი რაღაცნაირად ვეღარ ვგრძნობ ჩემი მეორე ნახევრისგან ისეთ სიყვარულს, როგორიც იყო თავდაპირველად. აქვე მე რომ ჩემი პირადი აზრი დავაფიქსრო, უნდა ვაღიაროთ, რომ თავდაპირველად, როდესაც მე მეორე ადამიანის მიმართ გრძნობა გამიჩნდა და შემიყვარდა მაგალითად სიგიჟემდე, მისგან მივიღე უკვე ის მაქსიმუმი გრძნობის, რამაც მაგალითად გადამაწყვეტინა, რომ მასთან ოჯახი შევქმნა, ხო? ან უბრალოდ პარტნიორი იყოს. აი წლებთან ერთად ხო რაღაცნაირად თითქოს ეს გრძნობა ბალანსდება და ისე აღარ არის ჩემში აქტიური და რატომღაც ამას უკვე ვარქმევთ, რომ აი ის სიყვარული, როდესაც თავდაპირველი გქონდა, ახლა არ გვაქვს და ეს თუმცა არ ნიშნავს ეს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ სიყვარული და გრძნობა აღარ გვაქვს. ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ წლებთან ერთად სიყვარულს სჭირდება გადატვირთვა. ძალიან საინტერესო კითხვაა, ბრძნული, თუმცა ჩვენ საკითხს გადავუხვევთ ახლა, იმიტომ რომ სიყვარულზე ზოგადად ვსაუბრობთ. როდესაც ოჯახურ სიყვარულზე, ოჯახურ ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, აქ ვითარება იცვლება. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ნახეთ თქვენ ძალიან ბრძნული მიგნება გააკეთეთ, როდესაც თქვით სიტყვა ბალანსი. ოჯახი გულისხმობს ორ მნიშვნელოვან რაღაცას, დინამიკას და წონასწორობას. ეხლა წარმოიდგინეთ ეს ორი ერთად როგორ უნდა განახორციელოს ადამიანმა.
თან იყოს დინამიური, რომ არ მოვდუნდეთ და რუტინაში არ გადაიზარდოს და ამავდროულად უნდა იყოს წონასწორობა დაცული, რომ არ დაირღვეს ჩვენი ერთობა. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სიყვარული რა თქმა უნდა იცვლება, ვინაიდან სასიყვარულო ურთიერთობასაც, მათ შორის ოჯახურ ურთიერთობას, ხო სიყვარული ხო ძალიან საკრალური საიდუმლოა ადამიანის, რომელიც მას ატარებს. ამიტომ ნახეთ, განვითარების სხვადასხვა ეტაპები გააჩნია. მაგალითად, ავიღოთ ერთი კონკრეტული რაღაც ეპიზოდი. ახალგაზრდა ოჯახი. ახალგაზრდა ოჯახი ნიშნავს იმას, რომ ახლად შეიქმნა ეს ოჯახი. ჯერ შვილი არ ყავთ და ერთმანეთის შეცნობით არიან დაკავებულები. რა თქმა უნდა, პირველი, რასაც ეს ორი ადამიანი აკეთებს, ერთმანეთს საზღვრებს უწესებს. რის უფლებას აძლევს და მე რის უფლებას გაძლევ თქვენ? ანუ რამდენი შეგიძლია, რამდენი ნაბიჯი შეგიძლია რაღაც სიტუაციაში გადმოდგა ჩემსკენ. ამის იქით არ შეიძლება და თუ გადმოხვალ, მაშინ აქ ცეცხლი დაინთება, ხო? აი ძალიან რთული და კრიზისული პერიოდია, ამიტომ მე მაგალითად ვუსურვებდი ახალგაზრდა ოჯახებს, რომ ცხოვრება დაიწყონ მარტო, ან სხვა ადამიანებისგან იზოლირებულად, გულისხმობ იზოლაციაში, სრულ იზოლაციას, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ, სხვა სახლში დასახლდნენ, დაიქირაონ, შეიძინონ თუ არის ამის საშუალება. თუ არის მაგალითად ფინანსური პრობლემები, ყველანაირად ჯობია რომ რა თქმა უნდა თავისი სივრცე ქონდეს, ერთმანეთში გაერკვენ. შეიძლება ის ადამიანები კეთილგანწყობილი არიან და შეიძლება არა. ძირითად შემთხვევაში კეთილგანწყობილები არიან, უფრო მეტი საკვებს გვიმზადებენ, გვეხმარებიან, ახალ წყვილებს ეხმარებიან, თუმცა ყველაზე დიდი დახმარება იქნება თუ ისინი ცალკე იცხოვრებენ და ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობებს. აი მე შეიძლება უფრო მეტი დრო გავატაროთ სხვა ადამიანებთან ერთად. შემდეგ დგება ახალი კრიზისი, ბავშვი ჩნდება. ეს ძალიან სერიოზული კრიზისია. თუ ამას დაემატა მაგალითად მშობიარობის შემდგომი დეპრესია, კიდევ უფრო მეტი კრიზისია. ეხლანდელ მამებს მაგალითად ვერ უსაყვედურებთ, უფრო ხშირად არიან ჩართული ბავშვების აღზრდაში. თუმცა ხშირად ამბობენ მე მეუღლეს ვეხმარები. მოდი გავსაზრდოთ, მეუღლეს ეხმარები თუ შენ შვილს შენ შვილს ზრდი, ხო, შენ შვილის გაზრდაში ღებულობ მონაწილეობას. მეუღლეს არა, შენ შვილის გაზრდაში ღებულობ მონაწილეობას. ამიტომ არის საკითხები, რომელიც აუცილებლად არის სასაუბრო პარტნიორებს შორის და ალტერნატივა არ აქვს მეთოდს, რომელსაც საუბარი ქვია. ჩვენ უნდა გავახმოვანოთ, რა მოგწონს და რა არ მოგწონს. ხშირად ადამიანებს აქვთ შიში და შფოთვა, თუ მე ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკებ და ჩემს მეწყვილეს ვეტყვი, რომ ჩემთვის უსიამოვნოა, როდესაც შენ გარკვეულ ჩარჩოს მიწესებ, მაშინ როდესაც მე რაღაც ისეთ საქმიანობაში ვარ ჩართული. მეშინია, რომ შენ ჩემზე უარი არ თქვა და ეს შიში მაჩერებს, მაგრამ რა ვადით? ეს არის საკითხი. რა ვადით? შეიძლება გადავაბადო დროში და მე სრულიად რაღაცა უმნიშვნელო რაღაც სიტუაციაში ისეთი რეაქცია მქონდეს, რომ ჩემი მეწყვილე მართლა შეშინდეს თვითონ და მას მომდეს რეალურად რასაც არ გეგმავდა წასვლა მომდა, ისეთი რეაქცია მოყვეს. ამიტომ უმჯობესია ჩვენ ეს შიში დავძლიოთ. რა თქმა უნდა, კონსტრუქციულად ერთმანეთს ვუთხრათ, რა არის სასიამოვნო და რა არ არის უსიამოვნო, ამიტომ საუბარს ალტერნატივა არ გააჩნია. შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა იქნება უფრო მეტად საინტერესო, თუ ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრებთ, ერთად ყოფნა თუ გვესიამოვნება, მაგალითად, თუ ვიწყებთ ჩვენი პარტნიორის გადაკეთებას, ამას ვერ მივიღებთ ვერანაირად. თუ მას მოუნდება ცვლილება, შეიცვლება. მაგრამ თუ ჩვენ ვეცდებით, ეს არ გამოგვივა და ურთიერთობა აუცილებლად დაინგრევა. აი ძალიან ყურადსაღებია ასევე ცვლილებებს განიცდის წლები, დრო, საუკუნეები, ადრე სიყვარულს რომანტიული იერსახე ჰქონდა.
ეხა სტატისტიკურად რო ავიღოთ, მატერიალური სახე აქვს. საკმაოდ რთულია აი იმ ადამიანებისთვის, ვინც რომანტიკოსია, ვინც აფასებს ამ გზნობას, ვინც გაიზარდა სიყვარულის გარემოცვაში. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით, რომ ეს ყველაფერი ბავშვობიდან მოდის და ყველა ეს პრობლემა შემდეგ ამიტომ ვითარდება და ძალიან რთულია შემდეგ ეს ორი ადამიანი რო ხვდება ერთმანეთს, აი ეს საზღვრები დაუწესოს, ერთისთვის სიყვარული მნიშვნელოვანია, მეორისთვის შეიძლება მატერიალური მხარეა. რაზე მინდა რომ ვისაუბროთ? არის რაღაცეები, აი ჭეშმარიტება ახსენეთ თქვენ სიტყვა. თვით ღმერთი არის სიყვარული, ხო? მაგალითად, ჩემს წარმოსახვეში სიყვარული უკვდავია, თუ ის არსებობს, მარადი არსებობს და არასდროს არ უნდა დანებდეს ადამიანი, აი სოფომ როგორც აღნიშნა, რომ თავიდან თითქოს ყველაფერი ძალიან აი ესეთია ემოციურია, ნებით არის სავსე და მერე დუნდება. მე ვფიქრობ ორი ესე ვთქვათ, ინტელექტუალი ადამიანი, საკუთარ თავზე მომუშავე ადამიანი თუ შეხვდება ერთმანეთს და ისინი წყალს დაალევინებენ, წყალს დაუსხამენ და აყვავებენ ამ სიყვარულს, არაფერიც არასდროს არ ქრება. ჩვენ ვეჯახებით იმ პრობლემებს ზუსტად რომ ვიპოვოთ აი ეს ადამიანი, ვინც ჩვენთვის შესაბამისია და ძალიან ბევრჯერ ხდება ამის აცდენა, ძალიან ბევრი გულისწყივილია, ძალიან ბევრი ოჯახის დანგრევაა და როგორ უნდა ამოიცნონ. ნახეთ, თქვენ ისიც თქვით, რომ ადამიანები ხმამაღლა ვერ საუბრობენ ამ პრობლემაზე. ანუ ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს, როდესაც მათ არ აქვთ ის სიმამაცე, თუნდაც ქალს უთხრან თავიდანვე, აი რაღაც მე არ მომწონს, ან ქალს არ აქვს ის სიმამაცე, რომ მამაკაცს უთხრავს. ანუ რეალურად ჩვენ მივდივართ სიმართლემდე და სიმართლე არც თუ ისე მარტივია. ანუ ყველა არ არის გამბედავი, რომ აღიაროს თავიდანვე. თუ ჩვენ თავიდანვე არ მოვატყუებთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მე არ მოვარტყუებთ მეორე ნახევარს, მე ვსაუბრობ, ანუ როდესაც წყვილს ერთმანეთი უყვარს, დაოჯახებამდე ჯერ არ მერსულარ. ანუ აი აქედანვია ალბათ პრობლემა. ალბათ აი ეს მატერიალისტური შეხედულებაც ადამიანების უკვე რაღაცა დოზით რო არის, აღარ ჯერათ მათ ამ სიყვარულის და უკვე მოდი რა სიყვარული თუ არ მექნება, მატერიალური ხარე მაინც მექნება. ძალიან დიდი პრობლემის წინაშე და გამოწვევის წინაშე დგას ერი. ეს არაერთხელ დამტკიცდა, არაერთი ღალატია ურთიერთობებში, სად შეიძლება ადამიანებმა უშუალონ თავს, გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი, რომ მივიდეთ ჭეშმარიტებამდე, იმიტომ რომ რეალურად სიყვარული ჭეშმარიტება და რისთვის ვცხოვრობთ? თუ ერთ საათს დამითმო, ყველა შეკითხვას უპასუხე. 5 წუთი მინიმუმ გაქვს. 5 წუთი მაქვს, ვეცდები რომ ჩემი ყველა შემოქმედებითი პოტენციალი ჩავრთო. იცით რაშია საქმე? მატერიალურზე თუ ვისაუბრებთ და ძველ დროზე ვილაპარაკებთ, ყველაზე დიდი დატვირთვა იმ პერიოდზე მოდიოდა, როდესაც ძალიან დიდი ასაკობრივი განსხვავების მქონე წყვილები ხდებოდნენ, ვინაიდან თავაც მიათხოვა მაგალითად, ან მქონდა ისეთი მზითები, ხო? მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო. ეს ყოველთვის იყო, მინდა გითხრათ, არა მხოლოდ დღეს. თუ ოჯახურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, მატერიალური საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარეშე, თვითონ ადამიანსაც არ შეუძლია ცხოვრება. თუ იმაზე ვსაუბრობთ, ერთი ადამიანისთვის რა არის მნიშვნელოვანი, ჩვენ ადამიანები პიროვნულად ერთმანეთსაგან განსხვავდებით. ამიტომ თუ მე მიზიდავს ადამიანი, რომელსაც არა აქვს მატერიალური შესაძლებლობები ისეთი, როგორიც ჩემს იდეალშია წარმოდგენილი და არის რაღაც სხვა, რომელიც ამ ეტაპზე ჩემს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, მაშინ მე ვაღიარებ, რომ ამ ეტაპამდე ეს ადამიანი აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნილებებს, ეხლა უკვე აღარ. იმიტომ რომ იმ თავარს ვერ პასუხობს, რაც ჩემშია. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში ტარდებოდა კვლევა. სადღაც 74-80 წელი გაგრძელდა ეს კვლევა, თაობები იკვლიეს. და ძალიან ისეთი მასშტაბური კვლევა იყო, აინტერესებდათ ადამიანებს, რისი მაგალითად ცოდნა არის ადამიანისთვის მთავარი და რა არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. იკვლიეს როგორც მატერიალურად შეძლებულ ოჯახში მცხოვრები ადამიანები და რომლებიც ნაკლებად შეძლებულები იყვნენ, უფრო მეტიც, ანუ სოციალური დახმარებით ცხოვრობდნენ და გაქონდათ თავი. და აღმოჩნდა რა? რომ აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც იპოვეს მეწყვილე, ანუ ღრმა რომანტიული, რასაც თქვენ ამბობთ, განცდები დაიკმაყოფილეს, გაცილებით ბედნიერები იყვნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური, უფრო შენარჩუნებული იყო და ჯანსაღი
ჯანსაღი იყვნენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც მეწყვილე არ ყავდათ. რეალურად ჩვენ მუდმივად გვჭირდება გქონდეს განცდაში მიკუთვნება, ანუ მე მეკუთვნოდეს და მე ვეკუთვნოდე მას. როდესაც მე განვიცდი, რომ ის ადამიანი არის ჩემი კუთვნილება, მესაკუთრეობას არ გულისხმობ, სრულ დასაკუთრებას არ გულისხმობ, არა ჯანსაღ მდგომარეობას არ გულისხმობ. მე მივეკუთვნები, იმიტომ რომ მე ვარ მაგალითად ჩემი მეუღლის თვის, ანუ მისი გვარის წარმომადგენელი, ხო? ჩემს გვარს კიდე ერთი გვარი დაემატება გამოთქმის დროს. თუნდაც, იმიტომ რომ სიყვარულში ენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ეს თუნდაც აი გვარის დამატების დროსაც კი ჩანს და მე სხვა დანარჩენზე აღარ ვსაუბრობ, ეს მიკუთვნება უმნიშვნელოვანესია ადამიანისთვის. ანუ ისეთივე საბაზისო მოთხოვნილება, როგორც კვება, როგორც მაგალითად ეს პირველადი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რა თქმა უნდა, ახლა ვერ დავატოლებთ მათ, ხო, თავისი ხარისხით, სიძლიერით და ის მოთხოვნილებები, რომელიც იერარქიულად გვაქვს, რომელიღაცა წინა პლანზე გადმოდის რაღაც სიტუაციაში, ამიტომ ის შედარება ცოტათი ფარდობითია ჩემთვის. ანუ გამომდინარე აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საბაზისო მოთხოვნილება არის რა, რომ მე მქონდეს მიკუთვნებულობის განცდა და თუ მე მატერიალურად მინდა ვიყო შემდგარი, მეორე ადამიანს თან რატომ მაქვს ეს მოთხოვნა? იქნებ მე უნდა ვიმუშავო და უფრო მეტი რა თქმა უნდა და როდესაც ხალათზე ვსაუბრობთ, როდესაც რაღაც მოთხოვნებზე ვსაუბრობთ მეორე ადამიანის მიმართ, მეორე ადამიანის მიმართ რომ ვსაუბრობთ საკუთარი თავის სად გვაქვს? ჩვენ სად ვართ ამ დროს? მოთხოვნილება მატერიალური კეთილდღეობის მე მაქვს, მე არ ვიცი იმ ადამიანს აქვს თუ არა. აი ხშირად პრობლემა ზუსტად აქ არის. აი ნახეთ ხაფანგი აქტევს. როდესაც მე შენ აგირჩიე, მე შენში მომეწონა ჩემი ოცნებები, მაგრამ მე არ ვიცი ჩემი ოცნებები შენ რამდენად მოგწონს და რეალურად შეესატყვისება თუ არა ეს ჩემი წარმოდგენები შენს შინაგან პიროვნებას. ამიტომ თქვენ რაც ბრძანეთ ზუსტად ამის პასუხია, რომ ხშირად მოლოდინებს არ ამართლებს მეწყვილე. იცით რატომ? იმიტომ რომ მე წარმოდგენაში როგორიც ხატი ილუზია შეიქმნა ჩემი თქვენს მიმართ, ეს პიროვნება მას არ პასუხობს. არ გამართ. როგორ არ უნდა შევექმნათ ილუზიები, მაგალითად ბევრი ახალგაზრდა. ჯერ კარგად უნდა გავიცნოთ. ჯერ უნდა დავიცნოთ. საკუთარი თავი თუ სხვა. პირველ რიგში საკუთარ თავს ვუთმობთ დროს და ვიცნობთ საკუთარ თავს კარგად, ჩვენ გაგვიადვილდება სხვისი გაცნობა. თუ ჩვენ პრობლემები გვაქვს საკუთარ თავთან, ჩვენ პრობლემები გვექნება სხვა ადამიანთან. როდესაც მე ვღალატობ ადამიანს, მე იმას კი არ ვღალატობ. მე საკუთარ თავს ვღალატობ. ამიტომ მე საკუთარ თავთან მაქვს ეს დასალაგებელი, გასარკვევი და მე სხვა დანარჩენი. ამიტომ პირველ რიგში მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავთან, საკუთარ გადაწყვეტილებებზე და მე სხვა ადამიანებთან. ამიტომ რეალურად ჯერ ყველაფერი გავარკვიოთ კარგად საკუთარ თავთან, მერე მოვძებნოთ გზა, როგორ ვაღიაროთ ეს და თუ ეს აღიარებელია მეორე ადამიანთან ვაღიაროთ და დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვინაიდან უდიდესი ტკივილია ადამიანისთვის, ეს არის დამღა, ტრავმა, როდესაც ურთიერთობაში ხარ, ის ადამიანი დარწმუნებულია, რომ შენ მასთან ხარ ურთიერთობაში და რეალურად მას ღალატობ. კი ბატონო. რადგან ღალატს შევახეთ, მაინტერესებს, როდესაც ეს ძალიან ცუდი ფაქტი ხდება ორ ადამიანს შორის, ხო, ამ დროს იკარგება ნდობა. და რატომღაც საკუთარი თავისადმი თვითშეფასების უნარიც ქვეითდება საკმაოდ. ეს შეიძლება ქალებისგან უფრო მოდის და ფიქრობენ, რომ აი რაღაცნაირად უცნაური გრძნობა ეუფლებათ და რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ რაღაცა უკანა პლანზე გადადიან ხოლმე, ეს რამდენად სწორია არ ვიცი. მაგრამ ხშირად ამბობენ, რომ თუ გიყვარს, უნდა აპატიო. მაგრამ ხშირად სწორედ ამ სიყვარულის გამო ვერ პატიობენ ხოლმე ქალბატონები ღალატს. აი, აქ სად არის სისწორე და სიმართლე? ძალიან დიდი რისკი, ან ნახეთ, სიყვარულსა და აგრესიას აქვს ძალიან მჭიდრო კავშირი ერთმანეთთან.
როგორი ლამაზი ხარ, მოდი შეგჭამო ეს სიტყვებშიც გამოვხატავთ, ხო? ან რეალურად შეჭმას არ ვფიქრობ, მაგრამ თვითონ აგრესიასთან კავშირი აქვს ძალიან მჭიდრო. ხშირად ადამიანები იმიტომ კი არ ღალატობენ, რომ რეალურად ღალატობენ, იმიტომ ღალატობენ, რომ მეწყვილისგან არასათანადო ყურადღება აქვთ, ან აქვთ ბევრი ბრაზი და აგრესია, რომელიც ვერ გამოთქვა და შემდეგ აი ამ ფორმით თითქოს შური იძია, რაც არასწორია, დამანგრეველია პიროვნებისთვის და სწორედ ამ დროს უჩნდება ადამიანს განცდა, დანაშაულის განცდა, საკუთარ თავთან დანაშაულის განცდა. ვერ პატიობენ და პატიების შემდეგ რეალურად ვერ პატიობენ. გონია რომ აპატია, მაგრამ ვერ აპატია თუ მეწყვილე მოღალატა. თუ თვითონ უღალატა, ეს ის დანაშაულის განცდა, ის არასწორი ნაბიჯებია და ხშირ შემთხვევაში მეწყვილეს არ უხმოვანებენ რა არის მისთვის მიუღებელი და ის ნამდვილად ვერ გამოიცნობს თუ ის არ გაუხმოვანებს და რატომ არ უხმოვანებს, ეშინია რომ გაუხმოვანოს და კარგავს და ყველაფერზე ეთანხმება, რომ კი ასე იქნება, კი როგორც შენი ტყვი და რაღაცნაირი შერწყმა აქვს თავის მეწყვილესთან. რეალურად არ პატიობს. ნდობა რა თქმა უნდა იქნება პრობლემური, იმიტომ რომ ნდობა უკვე დაკარგულია და პრინციპები, მთავარი პრინციპები უკვე არ არის პასუხგაცემული. პირველი ის რომ ურთიერთობაში უნდა იყოს ნდობა, მეორე ის რომ ჩვენ ყველაფერს ერთმანეთს ყველაფერი უნდა ვუთხრათ და ჩამოუყალიბდება პრინციპები როგორი? არ ვენდო, არ ვუთხრა, არ ვთქვა, გავასაიდუმლო. რეალურად ამის მართვა შეუძლებელია, იმიტომ რომ თითქოს თანახმა არის იმაზე, რომ მოდი გავაგრძელოთ ერთად ცხოვრება, მე გაპატიე, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე რაღაც ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, კრიტიკულ სიტუაციაში მაინც იგივეს გაიმეორებს და წარსულში ტრიალს თავს არ ანებებს. ასეთ ადამიანებს ურჩევდი ფსიქოთერაპევტთან სესიების გავლას, რომ როგორმე გაარკვიოს, გაანალიზოს, რა მოხდა მის ცხოვრებაში, რამდენად არის მზად ახლა თავის მეწყვილესთან ურთიერთობა გააგრძელოს ამ ღალატის შემდეგ, აქვს თუ არა ამის რესურსი, იმიტომ რომ როდესაც ღალატს აქვს ადგილი, იქ მარტო ანუ ნახეთ ღალატი გამოწვეულია იმით რომ მეორე ადამიანში იყო რაღაც ტრიგერი, რამაც პროვოცირება გამოიწვია მისი რაღაცა ტრაუმული გამოცდილების იმ რაღაც ისტორიის, რომელიც არ აქვს გადამუშავებული მას. ამიტომ ვიძახი რომ საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაოს. და რეალურად ზუსტად ისეთ პარტნიორს ეძებს რომ ტრიგერი იყოს. გაიღვიძა, იმიტომ რომ ეს ყურადღება მისაქცევია და გადასამუშავებელია. და რეალურად დადგება მაინც იმის წინაშე, რომ გადაამუშავოს. იმიტომ რომ მეორეჯერაც იგივე ლურს მას დაადგამს ფეხს. აუცილებლად. ანუ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა მეწყვილესთან რაღაც ანუ უფრო მძიმე შეიძლება აღმოჩნდეს. ეს დაახლოებით გავს როგორ რაღაცას იცით, მაგალითად პირველი მეუღლე ყავდა ლოთი, მეორე მეუღლე ყავს ლოთი ნარკომანი, მესამე ყავს ლოთი ნარკომანი და აზარტულად მოთამაშე, დოზები იზრდება, იმიტომ რომ ტოლერანტობა ქვეითდება. ანუ რაც უფრო მეტი დოზა, უფრო მეტი განცდა სიამოვნების. ანუ საკუთარ თავზე ეს არის არაჯამრთელი, ეს უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე მისათვის, რომ დემონსტრირება მომეხდინა რისი თქმა მინდა. თუმცა თქმა მინდა იმის, რომ რაც უფრო დიდხანს ვწელავთ ჩვენ რაღაც პრობლემას, რომელსაც არ ვამუშავებთ, მით უფრო ხარისხი ძიმდება ამ ტრაუმის. ამიტომ საჭიროა მისი გადამუშავება, იმიტომ რომ მომდევნო ლურსმნებსაც არ დავადგათ ფეხი. კეთი, იცი რას დავაკვირდი, რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ანუ ღალატი რთული მხოლოდ ორ ადამიანს შორის არ არის. ღალატში შეიძლება ბევრი რამ მოიაზრებოდეს, თუნდაც მეგობრებს შორის, ახლობლებს შორის, არ ვიცი, ნდობას შორის, ძალიან ბევრი რაღაცა არის, მოკლედ ღალატი, მაგრამ აი რაღაცნაირად მე მრჩება ხოლმე ასეთი შთაბეჭდილება, ხაი მე მაგალითად პირადად გულწრფელად რო თქვა, ხო? თუ ცხოვრებაში მაგალითად დამიდგება ისეთი მომენტი, რომ მე მაგალითად მიღალატებენ ამის პატიებას გადავწყვეტ, რატომღაც მგონია, რომ ამ დროს უფრო გამირთულდება, რომ მე საკუთარ თავს ვაპატიო, რომ მას ვაპატიე, ვიდრე მას რომ ვაპატიო. ახლა არ ვიცი, რამდენად სწორად ავხსენი, მაგრამ აი ეს რატომ არის განსაკუთრებით ქალებში ყველაზე რთული და რატომ მივდივართ ხოლმე აი ამ მიმართულებით?
განსაკუთრებით ქალებში ვერ რაღაცნაირად ვერ გონია, ქალები უფრო. არა, ეხლა იმიტომ რომ საკუთარ თავზე ლაპარაკობ და ამიტომ ვფიქრობ ასე, სინამდვილეში ვითარება სხვაგვარად არის. ძალიან ხშირად ემპირიულად პირიქით მინახავს, რომ ქალები უფრო პატიობენ ვიდრე მამაკაცები. მე ასე ვფიქრობ, თუმცა კვლევა არ ვიცი. და აქ მნიშვნელოვანია კულტურული ფაქტორი, რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობ. ანუ რელიგია, მნიშვნელოვანია ეროვნება, მნიშვნელოვანია პიროვნული ტიპები. თუ საქართველოზე ვსაუბრობთ და ჩვენს კულტურაზე ვლაპარაკობთ, ახლა ნუ ვიტყვით იმას, რომ ქალებს ძალიან ესეთი უფლებები აქვს და ამ ხრივ რაღაცა ესეთი თავისუფლება, თუმცა თავისუფლებას ხო ჩვენ ვაძლევთ საკუთარ თავს და ჩვენ გვაქვს ჩვენი ზნეობრივი ნორმები და წესები და თავისუფლებაში ისიც მოიაზრება, რომ მე უნდა ვიყო თავისუფალი საკუთარ თავთან ურთიერთობაში იმ ხრივ, რომ მე უნდა ვიყო, რა თქმა უნდა, ერთგული საკუთარი თავის და ჩემი მეწყვილის. ისე საინტერესოა ხა სოფომ რაც აღნიშნა მამაკაცის კუთხით რო შევხედოთ თქვენ ალბათ ბევრი პაციენტი გყავდათ ანუ დანაშაულის გრძნობა ამ შემთხვევაში და თვით განსჯა თუ აქვთ ადამიანს აი მაგალითად ქალსაც და მამაკაცსაც ნუ ქალებს რა თქმა უნდა ვიცით უკვე ვისაუბროთ რომ უმეტესად მაგრამ აი მამაკაცებსაც თუ აქვს თუნდაც რომ ამ ყველაფერს დააღწიონ თავი მაგრამ არ იციან როგორ რანაირად ან თუნდაც ფიქრობენ რომ მე ისეთი ვარ და მურჩა არა იცით აქ მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ აღზრდა ისევ თავი და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ მოდელი რომელიც მიიღო საკუთარი ოჯახისგან თუ მაგალითად ოჯახში იყო ისტორია სადაც მამა ღალატობდა დედას დედა პატიობდა მას ისინი თანაც ცხოვრობდნენ და ოჯახი არ იყო ფუნქციური არამედ იყო დისფუნქციური ან დისფუნქციური ოჯახი არ გულისხმობს მაგალითად ოჯახის ანუ ცალ-ცალკე ცხოვრებას ხო მაგალითად მამა ცალკე ცხოვრობს დედა ცალკე ცხოვრობს და ბავშვი რომელიმესთან ცხოვრობს ამას არ გულისხმობ შეიძლება ერთად ცხოვრობენ ერთ ჭერქვეშ არიან მაგრამ ერთად არ არიან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ თუ ეს დისფუნქციური აღზრდა მას აქვს მიღებული, რეალურად მას არავინ არ ასწავლის ამას, მამა არ ეუბნება რომ შენს მეუღლეს უღალატე. არ არის ამის თქმა საჭირო, ის ამას ხედავდა, ჩვეულებრივ ამბავად მიაჩნია. და ასევე წარმოდგენა არის რომ თუ მეუღლეს არ უღალატა, თუ ეს ისტორია იყო ერთჯერადი ართulis ღალატად ხვდებით და არის ეს ღალატი რეალურად რა თქმა უნდა არის ანუ ნახეთ ეს არის მისი დაშვება მისთვის დასაშვებია ეს და თითქოს როგორ აქვს იცი კონსერვირებული აქვს რაღაც ურთიერთობები აი მაგალითად ვიღაცა უფრო ახლო ურთიერთობაშია თქვენ ახლა რო გადახედოთ ხო თქვენს ურთიერთობებს და თითქოს დაახარისხოთ ეს ურთიერთობები ვიღაცა უფრო ახლო მეგობარია ვიღაცა საშუალოდ ვიღაცას აი ხანდახან ხვდები ასეთი დაახარისხებული მეგობრობა მეგობარი თუ ქვია არის მეგობარი დანარჩენი არის ჩვენი ნაცნობი ადამიანები ვისთანაც ხვდებით და ურთიერთობთ ხო ვისაც ხვდებით და ურთიერთობთ ამიტომ ანუ ეს არის ჩვენი ზნეობრივი ნორმები, წესები, ის რაც ჩვენ გვიკვირს მეწყვილეს აქვს პრეტენზია, ჩვენთვის გასაკვირია, რატომ? იმიტომ რომ ჩემს ოჯახში ეს ჩვეულებრივად დაშვებული ნორმა იყო. ამიტომ ვამბობ, რომ ახალგაზრდა ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია ერთად განმარტოებით ყოფნა, რომ სწორედ ეს საზღვრები დააწესოს, ვინაიდან ორი ადამიანი ერთად ცხოვრებას რომ იწყებს, რეალურად მარტოც რომ დაიწყოს ცხოვრება, იქ მაინც 8 ადამიანი ცხოვრობს ერთად. იმიტომ რომ იმ ადამიანსაც ყავს ერთსაც მშობლები, მეორესაც. ისინი არსად არ მიდიან, ისინი ჩვენში არიან, ჩვენთან ერთად არიან და ცხოვრობენ. ჩვენ ერთ ჭერქვეშ რომ არ ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ, ხო? შესაძლებელია, რომ ჩემი მეუღლის მშობლები, ცოცხლები არ არიან, მაგრამ მე მათ არსებობას ძალიან აქტიურად განვიცდი, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ხშირად საუბრობს, ბევრი რამ ვიცი მათ შესახებ, მაშინ როდესაც საერთოდ არ ვიცნობდი. და რეალურად მაქვს განცდა, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ კარგად გავიცანი ჩემი მეუღლე და აქედან გამომდინარე, ხო?
რეალურად ეს ასეა, ეს ურთიერთობაში ასე ხდება. ამიტომ მთავარი გადამწყვეტი არის ჩემი პიროვნული ისტორიული ესე ბიოგრაფია. ჩემს ბიოგრაფიაში რა ჩაიწერა და არ დაგვავიწყდეს იუნგი, ხო? ქვეცნობიერი არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩემი ჩასახვიდან დაბადებით და შემდეგ პრენატალური პერიოდის გავლით და დღემდე რა ისტორიებიც მქონდა იმ საცავით, არა, კოლექტიური არაცნობიერიც მოქმედებს. ამიტომ წარმოგდგენიათ ახლა როგორი ბაზა გვაქვს და რამდენი ისტორია დევს ჩვენს ტვინში, თუნდაც ჩვენს რეპტილიურ ნაწილში რა ინფორმაციები დევს, რომელიც როდის გაიღვიძებს არ სიყვარული ვიდრე წარმოგვიდგენია თქვენ. ძალიან რთულია. ანუ სიღრმისეულად შევხედოთ და შევაჯამოთ ეს ყველაფერი მოდის ბავშვობიდან, ოჯახიდან და შემდეგ უნდა შევხვდეს ეგეთივე ადამიანი, სადაც არ იქნება ის ტრიგერი, ის არაჯანსაღი ემოციები და არაერთგულება და ასე შემდეგ. შეიძლება დავამატებ? აი როდესაც სხეულით იგრძნობთ, გონებით იგრძნობთ და აი რაღაც რას სახელს ვერ არქმევთ. იგრძნობთ რომ ეს ის არის და ის მიხვდება რომ შენ ხარ, უნდა იბრძოლო და არ დაკარგო ეს სიყვარული. ის მიხვდა რომ მე ვარ, მე მივხვდი რომ ის არის, ხო? დიდი მადლობა დაგემშვიდობთ. მოკლედ ამ სიტყვების მერე აღარ გვინდა რომ რამე დავამატოთ, ამიტომ დიდი მადლობა სტუმრობისთვის და კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით თქვენთან ერთად საუბარს, მაგრამ არ გვიწყობს ხელს ფორმატი, ამიტომ უღრმესი მადლობა და დავიმშვიდობებით ახლა ჩვენ სტუმარს, ჩვენი სტუმარი იყო ქეთი ბერიძე და დავბრუნდებით ისევ სულ მალე. დავბრუნდით ისევ პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესოდ ვისაუბრეთ და წარმომიდგენია რამდენი დაუსმელი კითხვა დაგვრჩა კიდევ და ვერ მოვასწარით, მაგრამ არა უშავს. მოკლედ, ქეთა ჩუთლაშვილი უნდა შემოგვიერთდეს ახლა მე-16 სკოლიდან, სადაც მიმდინარეობს ღონისძიება, როგორც ვიცით, თუ რა ღონისძიება და რატომ გადაწყვიტა ქეთამ რომ ესტუმროს მე-16 საჯარო სკოლას, ამას ახლა გავიგებთ ქეთასგან. ქეთა მოგესალმებით. სად ხარ და ვისთან ერთად ხარ? შუადღემშვიდობის მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ძალიან კარგი დღეა, რადგან ჩვენს ულამაზეს ქალაქს კიდევ ერთი ახალი საჯარო სკოლა შეემატა და დღეს აქ მე-16 საჯარო სკოლაში არიან სხვადასხვა სკოლის პედაგოგები თუ დირექტორები. ახალი თაობა კიდევ უფრო ბევრ ახალ და საინტერესო უნარებს შეიძენს. უფრო მეტი ინფორმაციისთვის კი მინდა გავესაუბრო მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს ხალბატონ ცირა ქობულაძეს. მოგესალმებით, გილოცავთ. მოგვიყევით მე-16 საჯარო სკოლის შესახებ და დღევანდელი ღონისძიების შესახებ. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანი არის სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება, გამოცდილების გაზიარება, დირექტორებს შორის, მასწავლებლებს შორის, გავცვალეთ ინფორმაციები, რესურსები, რაც შემდეგ, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს სამუშაო გარემოზე და მოსწავლეებზე დადებითად. ჩვენი სტუმრები ეცნობიან უშუალოდ აკვირდებიან ჩვენს სასწავლო პროცესს, გაეცნენ სხვადასხვა არაფორმალურ სივრცეებს. ჩვენ სკოლაში ფუნქციონირებს რედაქცია, სადაც გამოცემენ მოსწავლეების ჟურნალ-გაზეთებს, არის ტელევიზია სკოლის, ამ წუთას მიმდინარეობს კლუბის მუშაობა, ჩვენ გავაცემით ჩვენი სხვადასხვა კლუბის საქმიანობის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ აი დირექტორები, თითოეული დირექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის მართვა და დიდი გამოწვევა არის და მე ვფიქრობ ეს გაზიარება საშუალებას მოგცემს, რომ უფრო მეტად ეფექტური გავხადოთ ჩვენი საქმიანობა, ჩვენ ყოველწლიურად ჩვენს შედეგებს ვაჯამებთ, რა თქმა უნდა ჩვენი გუნდი მზად არის, რომ განიხილოს თითოეული სტუმარის მოსაზრებაც და შემდეგ უფრო და უფრო მეტად უკეთესი გავხადოთ ჩვენი მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება. რას მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამა და რის საშუალებას აძლევთ მოსწავლეებს? მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება ეს სივრცეებიც, აი აქ ახლოს გვაქვს მაგალითად კინოკლუბი, სადაც მოსწავლეები უშუალოდ მაგალითად შეიძლება შინაარსი ისწავლონ, თეორიულად გაესწრონ, მაგრამ უკეთესი არის ვიზუალურად, ემოციურად თუ განიცდიან ამ ყველაფერს და ნახავენ და თვითონ ქმნიან ამ სივრცეებს, რა თქმა უნდა, რა შემიძლია, აი
როგორია მოსწავლეების უკავშირი მოსწონთ? პირველი შთაბეჭდილება საინტერესოა. ჩემი მთავარი მიზანი არის მოსწავლეების მონაწილეობა. თვითონ მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, თავად ქმნიან ყველაფერს. აი გამოფენა გაყიდვებს აწყობენ, რომ ეს სივრცეები თავისი ხელით გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ და ყველაზე მთავარი არის ის, რომ მათი იდეები იყოს განხორციელებული სკოლაში და ხელი შეუწყოთ მათ სხვადასხვა შესაძლებლობებს. და არ ჩავკლათ მათში ეს სურვილები. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიება დღეს 30-მდე სკოლის პედაგოგი არის დასწრებული დირექტორებით, მოსწავლეებით და რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიების ჩატარება მათთვის და რა აზრებს სულით ერთმანეთში. როგორც გითხარით, ჩვენ გავცვალეთ ინფორმაციები, რესურსებსაც ვცვლით. აი ამ წუთას მაგალითად შემიძლია ერთ-ერთი აქტივობა დავასახელო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ არის არაფორმალური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება აი ასეთი ტოლვილთა და სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის დაცვის სწავლება. რაშიც აი ჩვენი სკოლა არის ჩართული, სულ საქართველოს მასშტაბით 4 სკოლა არის, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი სკოლა არის. და ასეთი აქტიური ცხოვრება გვაქვს მოქმედი. როგორია თქვენი მოლოდინი? ჩვენ ჯერჯერობით სულ რაღაც ოქტომბრის თვეში გაიხსნა ეს სკოლა, ჯერჯერობით ძალიან ბევრი სივრცე კიდევ აუთვისებელი გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი წელი დამჭირდება ალბათ, რომ ზუსტად ის სკოლა ვანახოთ საზოგადოებას, რაც რეალურად სჭირდება ჩვენს მომავალ თაობას. აქ ძალიან საინტერესო დებატები მესმის და რა ხდება, რა საგაკვეთილო პროცესია? ამ წუთას მიმდინარეობს, როგორც ვიცი, კლუბის მუშაობა. თვითონ ალბათ მოსწავლეები გაგვეცნობენ ამის შესახებ ინფორმაციას. ახლა კი მინდა მე ერთ-ერთ მოსწავლეს გავესაუბრო. გამარჯობა, ბოდიში ჩაგიჭერი. გაგვიზიარეთ თქვენი პირველი შთაბეჭდილება. სკოლასთან დაკავშირებით. ზოგადად ახალი გარემო, ახალი სივრცეები, რაც ჩვენ სკოლაში მრავლად არის, არაფორმალური სივრცეები, მოსწავლის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არაფორმალური სივრცეები, რასაც სკოლა თავისუფლად ზოგადად არაფორმალური განათლება, ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში. ამასთანავე თვითმმართველობაც მინდა აქვე აღნიშნო, მე-16 საჯარო სკოლის თვითმმართველობა ძალიან დიდ როლს ასრულებს სკოლაში დემოკრატიული პრინციპების დანერგვაში. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მოსწავლეების ჩართულობას არ უწყობს ხელს უწყობს მომავალი ლიდერების გაზრდას. ჩვენი სკოლის თვითმმართველობა ამ პროცესებში აქტიურად არის ჩართული, რასაც სკოლის დირექციაც გვიწყობს ხელს და გვაქვს დემოკრატიის ოთახი, რომლის კარი ყოველთვის ღია. სკოლის კონფერენციებიც მინდა რომ აღვნიშნო, რომელსაც მე-16 საჯარო სკოლა ორგანიზებას უწევს ყოველწლიურად და სხვადასხვა სკოლები იღებენ მონაწილეობას, წარმომადგენლები. ეს ყველაფერი მათ ურთიერთობას ამყარებს და ამასთან ალბათ უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, როდესაც მრავალფეროვანია გარემო. მოსწავლეს აქვს უფრო მეტი სურვილი რომ და სიხარულით მოდის სკოლაში და ეს ყველაფერი იწვევს სკოლის მიმართ დიდ სიყვარულს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა გვერდით გადმოვინაცვლებ. გამარჯობა. როგორ ფიქრობთ, რა შესაძლებლობას გაძლევთ ეს სკოლა თქვენ? ეს სკოლა, მოდი იმას ვიტყვი, რომ ძალიან კარგი სკოლა, ახალი საჯარო სკოლა, ძველახალი ასე ვთქვათ, განახლებული სივრცეებით, ბევრი არაფორმალური, როგორც ჩემმა მეგობრებმა ლანამ თქვა, არაფორმალური სივრცე არსებობს, რაც ჩემი აზრით პირველ რიგში ინტერესს იწვევს მოსწავლეებში, რომ აი წიგნი მაგალითად, ზოგს ალბათ მასწავლებელიც შეხვდა ამ პრობლემას, რომ წიგნის წაკითხვა არ უნდათ მოსწავლეებს და უწევთ მათ, რომ გაახსენონ ეს რაღაც მაგალითი და აი მაგალითად დღეს რო ავიღოთ მაგალითი ფიზიკაში იყო გონი თქვენს გადაიღეთ ეს იყო ნიუტონზე გენიუსი და რაინდია რა და ამ სპექტაკლიდან გავიგეთ ჩვენ თუ როგორი ცხოვრება ჰქონდა ნიუტონს, რა გააკეთა, როგორ მიაღწია მისი ოჯახური მდგომარეობა და ჩემი აზრით ეს არაფორმალური განათლება და თვითმმართველობა რაც ამ სკოლას აქვს არის ძალიან კარგი და მინდა რომ არ ვიცი სხვა სკოლებში როგორ არის, მაგრამ იმედია სხვა სკოლების გადაიღებენ მაგალითს და რაც უფრო ბევრი და ჭკვიანი და ლიდერი იქნება ამ სკოლაში, მით უფრო ბევრი იქნება საქართველოს. რა რჩევას გაუზიარებთ მომავალ მოსწავლეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ სკოლაში უნდა გადმოვიდნენ სასწავლებლად? რჩევა იქნება, რომ თუ მათ უნდათ რომ განვითარდნენ და უფრო
დიდ რაღაცას მიახსნა, როგორც სხვა პროფესიოლოგია რო ვიყოთ არა, უფრო გამორჩეული რო იყვნენ, უნდა ისწავლონ მე-6 საჯარო სკოლაში. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა თითოეულ მოსწავლეს თუ პედაგოგს დიდი წარმატება ვუსურვო. მე კი ამ ძალიან კარგი ინფორმაციით, დაგემშვიდობებით, ძალიან ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. კეთილ მადლობა შესტუმრებს. დღეს ასევე უმნიშვნელოვანესი დღეა, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე გახლავთ და ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი სტუმრების სტუდიაში წიგნის კლუბის მოსწავლეები თეკლა თარიმანაშვილი და ნუცა ფრანგულაშვილი. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ დაგვიტმეთ დრო და მოხვედით. მოკლედ წიგნის კლუბის წევრები ხართ. რამდენი ხანია რაც დადიხართ? აი როგორ აიმაღლეთ თუნდაც აი ცნობიერება ამ კუთხით და თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე და მაინტერესებს ამ ბოლო პერიოდში მეგობრისთვისაც თუ გიჩუქებიათ წიგნი. მოდი ნუცა დავწყოთ შენ. მე დაახლოებით 3 თვეა ამ კლუბში დავდივარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ჯგუფის წევრი ვარ. მარი კორინთელის წიგნის კლუბში დადიხარ. აქ ვიკრიბებით ისეთი ბავშვები და ადამიანები, რომლებსაც ძალიან საინტერესო მოსაზრებები გვაქვს წიგნებზე და ამ ყველაფერს რადგან უზიართ ერთმანეთს, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა. მე წიგნი კი მიჩუქებია მეგობრისთვის და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვისაც, როდესაც ჩუქნიან წიგნს, რადგან ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი წიგნს ჩუქნის, დამოკიდებულია რა წიგნს ჩუქნის, ასე ხედავს შენ ეს ადამიანი. მაგალითად მე ჩემს მეგობრებს ვაჩუქე წიგნი ხელოვნებაზე და ამ ადამიანს ხედავ როგორც ხელოვანს და ამიტომაც ვაჩუქებ ასე წიგნი. და ხო, ალბათ ხვდები რომ ეს იქნება მისი ინტერესის სფერო, ხო? კი და რაოდენ მნიშვნელოვანია ის რომ ამ დროს ფიქრობს აჩუქარზე ადამიანი, თავად გაქვს წაკითხული ეს წიგნი და შემდეგ უძღვნი შენს მეგობარს. ასევე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებაც თეკლა. თქვენ უფრო დიდი ხანია დადიხართ მარი კორინთელის წიგნის კლუბში. აი რამ განაპირობა ეს ყველაფერი, რომ აი ესე ხანგრძლივად დარჩით, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები ამ წიგნის კლუბთან დაკავშირებით და რა არის ის უმნიშვნელოვანესი, აი საათობრიობა, რასაც იქ ატარებთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. როგორც ახსენეთ, მე წიგნის კლუბში ვარ და დაარსების დღიდან დაახლოებით 1 წელი და ნახევარი. ყოველ კვირაობით ვიკრიბებით ძალიან საინტერესო ხალხი, რომელსაც მაგ გავიცანი და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ძალიან საინტერესო წიგნებზე საუბარი, განხილვები და სავარჯიშოები, რაც მარი მასწავლებელი გვთავაზობს, ასევე ფილმშიც, კინოთეატრშიც დავდივართ ერთად. და მოკლედ ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ლიტერატურის მოყვარულისთვის, რადგან წიგნი, რომელსაც მეგობარი გჩუქნის ან ოჯახის წევრი, ერთგვარი შვება არის იმ წიგნის წაკითხვამდე სიით გადახედვისთვის, რა გაქვს ჩაფიქრებული და ერთგვარად ძალიან კარგი წიგნებს მირჩევ ჩემი მეგობრები და ძალიან კარგი საშუალება არის, რომ არჩიო სამომავლო წასაკითხი. როგორ ფიქრობთ გოგოება, აი რა გავლენის მოხდენა შეუძლია ლიტერატურას ადამიანზე? ძალიან მნიშვნელოვანია წიგნის გააზრება და დაფიქრება თუ რა წაიკითხე და ყოველ წიგნის მერე ახალი ადამიანი ხარ, რომ ამბობენ ესეც მართალი არის. თვითონ წიგნმა მაგალითად ჰარი პოტერმა მე შევაყარა კითხვა და ძალიან შემცვალა. ამ ყოველ დროს ასევე წიგნის კლუბის წასაკითხებიდან DVCPR-ის ვერნონ გენიოსლიც დამაფიქრა. და მნიშვნელოვანია აი წიგნის მიხედვით რომ შეიცვალო და კარგი ადამიანი გახდე. აი წიგნში ბოდიში არა წიგნის კლუბის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ალბათ არის ის რომ ძალიან ბევრი თანამოაზრეზის თქვენთან ერთად და შემდეგ მიდის ამ ყოველფრის განხილვა. თუმცა ხო თქვენ შეგიძლიათ ხო სახლშიც წაიკითხოთ და სხვა წიგნებსაც კითხულობთ, მაგრამ აი მარის მეშვეობით ამ ყოველფრის განხილვა, თქვენი მეგობრების მეშვეობით ძალიან ბევრი კიდევ საინტერესო რამ ამოგიტივტივდებათ ალბათ გონებაში და ყველა ადამიანს თავისი თითოეული ხედვა აქვს პერსონაჟების, აი მაგალითად ესე ვთქვათ სამომავლო განსაზღვრებაში. აი აქ რა პროცესებს წააწყდით? თუნდაც შეიძლება სახლში მარტო წიგნთან რო ყოფილიყავით, სულ სხვაგვარი თვალით შეგეხედათ, მაგრამ აი თანამოაზრეებთან კიდევ უფრო მეტად დაფიქრდით და სხვა თვალით შეხედეთ. ნუცა. ამ კითხვა კარგად ვერ გავიგე. აი ამ თანამოაზრეებთან ერთად ამ პროცესს, როდესაც აი მაგალითად უთმობთ დროს, რა მნიშვნელოვანი ფაქტორები აქვს თქვენთვის?
ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ როდესაც წიგნებს ვკითხულობთ, ყველა სხვა დამოკიდებულება გვიჩნდება ერთი წიგნის მიმართ და სხვა აზრებს უზიარებთ ერთმანეთს და გვეხმარება ეს წიგნი აღვიქვათ მეორე მხრიდან და არა იმ მხრიდან, რომელთაც მე გავიგე ეს წიგნი. კი, სოფო, გისმენთ. ხო, მე მაინტერესებდა ნუცას აზრი. მას შემდეგ რაც წიგნის მიმართ გაგიჩნდა სიყვარული და უმეგობრდი წიგნს, რა გავლენა მოახდინა შენზე წიგნმა შეგცვალა თუ არა, თუნდაც ადამიანების მიმართებით, ან შენი პირადი აზრები თუ შეგიცვალა და როგორ ფიქრობ, შენი თაობა ახლა თუ არის დამეგობრებული წიგნთან, უყვარს თუ არა წიგნის კითხვა? მე ვფიქრობ, რომ წიგნის კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ჩემი ასაკის და უფრო პატარა ბავშვებისთვის, რადგან წიგნი პირველ რიგში ჩვენ გვინტერესებს ლექსიკას, მეორე მხრივ ბავშვებს უფრო ხდის ემპათიურს და ამის შედეგად უფრო არიან გაწონასწორებლები და უფრო კარგად ესმის ადამიანებს. ჩემი ასაკის ბავშვებს ბევრს ძალიან აშინებს წიგნის კითხვა მათი მოცულობის გამო. თუმცა მე ვურჩევდი, რომ ყოველთვის დაიწყო პატარა წიგნებით, რადგან არ აქვს მნიშვნელობა წიგნის ზომას, ნებისმიერი წიგნი აუცილებლად დაგაფიქრებს ეს საკითხებზე, რაც აქამდე არ გიფიქრია. გქონია შემთხვევა, როდესაც ერთი და იმავე წიგნი რამდენიმეჯერ წაგიკითხავს? კი, ძალიან ბევრი წიგნი ყოფილა ისეთ, რომელიც ბევრჯერ წამიკითხავს, რადგან ყველა წაკითხვაზე აღმოაჩენ ახალ საკითხებს, რაც თავიდან მაფიქრებს. სამაგიდო წიგნს რო ეძახიან, ხო? აქვთ ერთი უსაყვარლესი წიგნი ადამიანებს ხოლმე და ესე რა ჟანრის წიგნებს კითხულობთ? ჩვენ მაგალითად აი წიგნის კლუბში ძალიან შემოყვარა დისტოპია მარი მასწავლებელმა. აი მანამდე ქონა ასეთ ტოპ 5-ში ჩინშილის თამაშები და ძალიან ინტერესით შევდექი აი მაგალითად 351 ფარენჰეიტის კითხვას. ასევე გავუყურეთ შიმშილის თამაშების ახალ ეკრანიზაციას, რომელიც აი ამ დისტოპიის განხილვისას გამოვიდა და 1994-ით წავიკითხეთ და მოკლედ დისტოპია შემოყვარა წიგნის კლუბმა. ასევე ჩვენ გავიარეთ დეტექტიური ნაწარმოებები. აგატა კრისტი და ასევე აპრილში ქონდა წიგნის პრეზენტაცია და თან ავტორებმა შექმნით დეტექტიური კრებული და ასე ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის. მაინტერესებს რომელი იყო ის პირველი წიგნი თქვენთვის, რომლითაც აი პირველად ეზიარეთ ლიტერატურას? თუ გაიხსენებთ. შეიძლება ძალიან პატარა ასაკის იყავით, როდესაც მაგალითად რაღაც პირველად. ანუ როდის დააფიქსირეთ, რომ შეგიყვარდათ კითხვა? ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს. მე წიგნის კითხვა დავიწყე ძალიან ადრე, ეს დამატყებნა სკოლამ, ჩემი ქართული მასწავლებელმა კონკრეტულად. მასტერპედაგოგმა გირჩია ესე. კი, ხშირად გვირჩევს ხოლმე წიგნებს და აქედან დავიწყე წიგნის კითხვა, თუმცა ზუსტად არ მახსოვს რომელი იყო, რომლითაც შემიყვარდა კითხვა. აი ყველაზე დიდი ესეთი გავლენა რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე? მე უკვე ვახსენე და ჰარი პოტერმა მოახდინა. გადაატრიალა ჩემი და აი შემოყვარა ლიტერატურა და მივხვდი რომ წიგნში შეუძლია ყველაფერი მოხდეს ან ბედნიერება მოგარენჭოს და ასევე შეგცვალოს კიდეც. აი რა იყო ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც თქვით, რომ აი გადაატრიალაო ჩემს შევიდე, რომ ჰარი პოტერზე ძალიან ბევრი თქვენი თანატოლი საუბრობს და ჩვენ არ გქონდა ეს ფუფუნება, მაგრამ სხვა წიგნები იყო სამაგიეროდ. აი რამ ფანტაზია, თუნდაც შეგიძლიათ, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე იფიქროთ და წარმოიდგინოთ. თუნდაც ფანტაზიამ და აი ჯონ როულინგის აი აბსოლუტურად საოცარმა სამყარომ, რომ აი თვიტინგში ესეც საოცარი სამყარო გამოგცა და ის მეგობრობაზე თუ ბოროტებაზე და კეთილზე რაც მოგითხრა და ხო რა ის სიყვარულზე ძალიან ბევრ თემას მოიცავს ეს წიგნი. კი ბატონო, მადლობა და ვერ გაგიშვათ ისე აი თქვენი ასაკის გოგონებს და მოზარდებს რომ არ ურჩიოთ ერთი რომელიმე ისეთი წიგნი მარტივად წასაკითხე, აი მოცულობამ რომ არ შეაშინოთ. აი თუნდაც სიყვარულზე, დღეს სიყვარულის დღეა. აბა მითხარით. აი პირველი რატომაც მომაფიქრდა პატარა ქალები, იმიტომ რომ აი ჩემი როგორც სახსენეთ მაგის წიგნი არის ჩემი და აი დაწერა ლუიზა მეილ კოტმა და აი არის საოცარი წიგნი, რომელიც 4 დაზე მოგვიყვება, ასევე გადასარავი ეკრანიზაციას აქვს და ასე ვთქვათ, ჩემს საყვარელ წიგნებში აუცილებლად. შვენიერი, ნუცა შენ რას ურჩევდი? მე ერთ კონკრეტულ წიგნს ვერ ვურჩევდი, რადგან ყველას სხვადასხვანაირი გემოვნება აქვს და ყოველთვის სხვა წიგნი იქნება გარდამტეხი, თუმცა აუცილებლად ვურჩევდი, რომ რაიმე პატარა წიგნი შეერჩიათ და ამით დაიწყოთ, რადგან ვფიქრობ, რომ აუცილებლად იპოვებდნენ ისეთ წიგნს, რომელიც მადლობა, უღმესი მადლობა თეკლას და ნუცას.
მოკლედ დღევანდელი გადაცემაც დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა ჩვენს მაყურებელს ისევ და ისევ რომ საათნახევრის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით. იმედი მაქვს საინტერესოდ გაატარეთ, ცოტაც დაისვენეთ, იმხიარულეთ კიდევაც და განწყობაც ალბათ არ გიმაღლეთ. უნდა დავემშვიდობოთ, ხო? კი ბატონო, გემშვიდობებთ. ორ შაბათამდე გემშვიდობებათ. დიდი შესვენება, ისევ ჩვეუდროს პირველსა და სხვა შემადგენლობით დაგიბრუნდებით. დროებით.